მშვიდობის ტელეპირველის მაყურებლებო, დილის ლაივის გუნდმა ბევრი საინტერესო ამბები მოგიმზადათ, ამიტომ უნდა დარჩეთ 11 საათამდე ჩვენთან ერთად. დილა მშვიდობის, რა თქმა უნდა ვეცდებით რომ შეგიქმნათ არაჩვეულებრივი განწყობა, თან მოგიყურეთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები ჩვენს თანაწამყვანებთან, სტუმრებთან და ჩვენს გუნდთან ერთად, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში მუშაობს იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო დილა და დილა უნდა იწყებოდეს ჩვენთან ერთად, განსაკუთრებით შაბათ კვირას, როცა დილის ლაივი თქვენთან ერთად არის. ისიც იცით რომ ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩემო ბაჭო და ჯანმრთელობასთან ერთად ყოველთვის დავძენდი მაინც ჩემი ინტერესის სფეროა, რომ სილამაზისთვის, გაწყლოვანებული, დატენიანებული კანისთვის, ენერგიისთვის, ყველაფერთვის უმნიშვნელოვანესია წყალი, თან მთის წყალი, ბრომატის გარეშე, ჩემო ბაჭო. ესე იგი, როცა იწყებ წყალს, წყლით დილას, ხარ აბსოლუტურად სხვანაირი. და იმ დღეს სტუმარი მყავდა გადაცემაში და იცი რა მითხრა? აი, როცა მშიაო და უკვე აღარ არის ჭამის დრო, შიმშილსაცო ვიკლავ წყლითო. მართლა? კი. და თურმე ორგანიზმი ვერ ხვდება, შეიძლება სულაც არ გშიოდეს, გეგონოს რო გშია და ამ დროს გწყუროდეს. აი, ხედავ შენ. მოკლედ, სანამ ჩვენ გადავალთ ამინდის პროგნოზე, რომელსაც ანა ზაქაშვილი გაგვაცნობს, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი ამბით დავიწყოთ დილა. ილია თოფურიას მიულოცოთ გამარჯვება, რომელმაც 2 წუთში გაანადგურა მისი, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგე ნოკაუტით, რასაც ამბობდა, რომ პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოვიგებ ამ მატჩს. თქვა და შეასრულა. ასე რომ ულოცავ ილიას ამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას, ქამრის შენარჩუნებას, არა მარტო ილიას, არამედ სრულიად საქართველოს წარმატებები ილიას და წარმატებები საქართველოს. გილოცავთ, რა თქმა უნდა, ულოცავ ილიას, ილიას არაჩვეულებრივ დედას, არაჩვეულებრივ ძმას, ოჯახს და ყველას, ვინც გულშემატკივრობდით და ასეთები მილიონობით ვართ, არა მარტო ქართველები, ესპანელები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჩემო ბაჭო და სულ გამარჯვებით გველოს, სულ წინ გველოს და სულ გამარჯვებები მიგველოს ერთმანეთისთვის, ჩემო ბაჭო და ჩვენი საყვარელი მაყურებლისთვის. ამინ. და დაპირებისამებრ და ტრადიციულად შევეხმიანოთ ჩვენს ანა ზაგაშვილს, რომელიც გვეტყვის თუ როგორი ამინდი გველოდება სრულიად საქართველოში და დედაქალაქში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ამინდიც. ანა, გისმენთ? ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. დილამშვიდობის ბაჭო ხატია მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მე დღეს წალენჯიხიდან გერთობით და აქედან გაგაცნობთ დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს. წალენჯიხაში კი ვესტუმრა და არტ-მეურნეობას სივრცეს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი და შეიძლება ითქვას ერთადერთი სივრცე არის, რომელიც ძალიან მოკლე დროში იქცა კულტურისა და ინოვაციების ჰაბად. არაერთი პროექტი განხორციელდა ამ ტერიტორიაზე, ამ სივრცეში და ხორციელდება დღესაც. მიზეზი კი, რის გამოც ჩვენ აქ ჩამოვედით, არის ის, რომ გუშინ არტ-მეურნეობის ესე ვთქვათ ბაზაზე არსებულმა თეატრმა ოფიციალურად სათეატრო ცხოვრება დაიწყო და შედგა პრემიერა სპექტაკლისა სახელწოდებით არამედ რაღაც სხვა. სპექტაკლი მოგვითხრობს ყველასთვის ძალიან საყვარელი და ცნობილი მე-20 საუკუნის პოეტის ტერენტი გრანელის ცხოვრების უცნობი, ყველასთვის უცნობი, ესე ვთქვათ, დეტალების შესახებ ბურმა მაგალითად აქ არ ვიცოდით, რომ ტერენტი გრანელი იუნკერებთან ერთად იბრძოდა, არ ვიცოდით ის, რომ სამოქალაქო აქტივიზმში იყო აქტიურად ჩართული და იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში და ბუნებრივია აქედან გამომდინარე სპექტაკლის იდეა არის სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლა და შემოქმედებითი ჯგუფის მთავარი სათქმელი სწორედ ის იყო, რომ გამოხმაურებოდა ამ სპექტაკლით პროცესებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხდება. პიესის სცენარზე ბესო სოლომანაშვილმა იმუშავა, ხოლო მისი დამდგმელი რეჟისორი ოთარ ეგაძე გახლავთ. მე ახლა გაგაცნობთ დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს. დღეს დასავლეთ საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდები, ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა არის ელჭექით შესაძლებელი. დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია გაძლიერდეს კიდეც ელჭექი და წვიმა. ღამით აღმოსავლეთით, დღისით კი დასავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით 16-დან 21 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +22-+27 გრადუსი იქნება. თაში კი ღამით 13-დან 18 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა
ტემპერატურა დღისით 21-26 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდები, ღამით ზოგიერთ დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმას ელოდებიან ელჭექით. ღამით აღმოსავლეთის, დღისით კი დასავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მეტრწამის სიჩქარითაც. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით 16-დან 21 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +20-+33 გრადუსი იქნება. თაში კი ღამით 11-დან 16 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა, დღისით +24-+29 იქნება. რაც შეეხება ქალაქებს, დავიწყოთ სოხუმით, სადაც დღეს სინოპტიკოსები 27 გრადუსს ელოდებიან და ხანმოკლე წვიმა არის ნავარაუდები. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსამდე დათბება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ იდეალური ამინდია დღის მეორე ნახევარში და უფრო დღის ბოლოს წვიმას ელოდებიან, ფოთში კი 26 გრადუსი იქნება და ხანმოკლე წვიმა არის ნავარაუდები. ოზურგეთში დღეს ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე დათბება, ხანმოკლე წვიმას ელოდებიან აქაც სინოპტიკოსები, ქობულეთში კი 25 გრადუსი იქნება და დღის პირველ ნახევარში მზიან, ხოლო მეორე ნახევარში წვიმიან ამინდს ელოდებიან. გაწვიმდება დღეს ბათუმში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე დათბება, ახალციხეში კი 32 გრადუსს მიაღწევს მაქსიმალური ტემპერატურა და ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ აქაც სინოპტიკოსები. ქუთაისში 22 გრადუსი იქნება, გაწვიმდება დღეს ქუთაისში, მესტიაში კი 26 გრადუსი და ასევე ხანმოკლე წვიმა არის ნავარაუდები. ამბროლაურში 28 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა, ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ აქაც სინოპტიკოსები. ცხინვალში კი 30 გრადუსი და ასევე ხანმოკლე წვიმა იქნება. 31 გრადუსს ვარაუდობენ გორში, დღეს ჰაერის ტემპერატურას ხანმოკლე წვიმას ელოდებიან აქაც, თელავში კი უნალექო და მზიანი ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსამდე დათბება. რუსთავში 33 გრადუსი არის დღეს მოსალოდნელი, აქ დღის ბოლოს წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები, რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს თბილისს 28 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა, აქ ნაწილობრივ მზიანი ამინდი იქნება, თუმცა ნალექს არ ვარაუდობენ. ასეთი ამინდი გვაქვს საქართველოს მსხვილ ქალაქებში. მე აქ ჩვენს ტელემაყურებელს დავემშვიდობები და გეტყვით, რომ დღეს შუადღის გადაცემაში ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო სიუჟეტსაც შემოგთავაზებთ და კიდევ უფრო საინტერესო ჩართვას, ამიტომ დაგველოდეთ. მადლობა ჩვენს ანას, მადლობა. ესე იგი ამინდიც ხელს შეგვიწყობს დღეს საღამოს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ხდება. ასე რომ და ყველანი ერთად ვართ. რა თქმა უნდა. დავდგებით ერთად. და ასევე რა თქმა უნდა დილიდან კარგ ხასიათზე და კარგ განწყობაზე რომ ვიყოთ, უნდა ვნახოთ ვიდეო კოლაჟის სახალისო ვიდეოები, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ ჩვენი დილის ლაივის მაყურებელს. მაინტერესებს ეხლა ამ კვირის სახალისო ვიდეოებში ყველაზე საყვარელი ცხოველი რომელი იქნება? ვნახოთ. Amigo, estou aqui. Amigo, estou aqui. Se a fase é ruim e são tantos problemas que não tem fim.
მითხარი. შენი საყვარელი ფავორიტი დღეს. აი გოგორო იყო პატარა რომ მიეხვდა ხო? თეკველი. მიდა თუ ჩაც მომეწონა პანდა. ცოტა პანდასთან და კოალასთან პრობლემები მაქვს, იმიტომ რომ კოალას შეიძლება პანდა დავუძახო და რაღაცა ხასიათებით ვერ გეწყობია. მგონი ჰოროსკოპით ლომი რო არ ურევე ვერ მიმახსოვრებ, ხო? მაგრამ საყვარელი ბომბორები არიან და მიყვარს ამიტომ. ესე იგი, პროდიუსერმა ლომებს ჩავსომნო შენი ხარ. ამაში ჩავაწყვე ჩემო ბაჭო. იცი არის ხალისი რომ შევინარჩუნოთ და ჯანმრთელობისთვის კიდევ უფრო რომ გავიყვალოთ ჯანმრთელობის კენგზა. რა არის საჭირო შენი აზრით? ჩემი აზრით? ზუმბა. ზუმბამბა. ჩვენი ზაზანები არიან ჩვენთან ერთად. აი როგორ რამდენი ხარ გოგოებო, გამარჯობა. მოგესალმებით. ჩვენი გოგო დაგვიბრუნდა. კი, ტაკაკოც ჩვენთან არის ყოველთვის. Welcome back. თქვენ ალბათ არ იცით ტაკაკო რამდენი წლის არის? არ ვიცი. იცი რა ქალბატონებს ასაკს არის. ჩემო კეთუნა. მე გეტყვით რომ ტაკაკო არის ჩვენი ძალიან მაგარი ინსტრუქტორი. აჰა. და არის quite კაი ასაკს არ გეუბნებით, მაგრამ ჩვენს ყველაზე დიდია. თქვენზეც შემოკარგო. ჩემზეც კი, შენზეც დიდი. არ ჯერა და მიხარი. ამიტომ არასოდეს არ არის გვიანი, რა თქმა უნდა, რა ზუმბა, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მოგვიტანე. მერენგე არის? აუ, მერენგე დღეს არ არის, დღევანდელი თემა არის fusion. fusion. Fusion ნიშნავს მიქსი, ან თუ არის ერთი რითმი, მეორე რითმიც ემატება. ამიტომ შეგვიძლია რომ ორი სხვადასხვა რითმის მოძრაობები ჩავრთოთ ხოლმე. მაგრამ დღეს ნახე, salsa fusion-ი არის. Brazilian fusion-ი არის და მე Latin fusion-იც არის. ბაჩოსი რომელია აქედან? ჩემი ზოგადად fusion-ია. თლიანად. ბაჩო tweet fusion-ია, გაიგე? სამხრეთ ამერიკული ყველაფერი შენთვის fusion-ია. მაშინ შეგვიძლია დავიწყოთ. კი, შეგვიძლია რომ გავიღვიძოთ და თავიდან ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი რითმით. ო-ე, რომელიც იქნება salsa. თქვენ ბაჩო, მე ველოდები იმასაც. დავიდა ხმა. ნახეთ მეგობრებო, გვერდზე ნაბიჯი, salsa-ს თავარი ნაბიჯი დავიწყოთ. სამი ნაბიჯი, 3, 2, 1, გადავხდით. Stop. 1, 2. აუცილებლად თეზო ჩავრთეთ. მიდე. ხელი. 1, 2. დავარდეთ ზევიდან თეზო. ნახეთ სამი ნაბიჯი, 3, 2, 1, 2 გვერდზე. ეს არის სტრაფი salsa, იმ კაცსაც სხვადასხვა რითმები აქვს. 1, 2, 3, 4. როგორ შეიძლება მოვყევით და აუცილებლად ვამადა დავწყოთ ჩვენი თოპ. აბა წავიდა, დავატრიალეთ თეზო. ხატია! აჰა! წვერზე, წვერი. აჰა! წავიდა, გვერდზე. აჰა! 1. წავიდა სწრაფად. 1, 2. Go! Ocha! Sami nabzi, 3, 2, 1 გვერდზე მივადი, გვერდზე. ნახეთ ხევი გადაწეული უკან, პრესერ დაჭიმული, მუხები ორ დაუბრილი. ოპ! გადავხდით. ნახეთ, ნახტომი და მიდგმა არის ფეხით. 1, 2. ხელი ზევიდან. ზევიდან და ჩაუშვით დაბლა. Gocha, ადგილზე მეგობრებო 3, 2, 1, 2 ნაბიჯი. ცოტა სტრაფია, მაგრამ შეგვიძლია რომ ავაწყოთ. 1, 2, 3. Step. მოდი აბა ეს ნაბიჯი გავაკეთოთ. გაუცვით ხელი, მეორე. გაუცვით ხელი, გვერდზე go. 3,
სამ. სამი ნაბიჯი, სამ, ორი, ერთი კიდე, აჰა. აი! სამი ნაბიჯი, სამი, ორი, ერთი ადგილზე. შიმი, მინდი ხატია. კიდე. აუცილებელი ეს მხრები შიმი რასაც ქვია. შიმი. აუცილებელი ნაწილია სალსას. კაცებისთვისაც არის. კაცების ოდნავ rumba motion ქვია, მას ცოტათი ოდნავ მოხრილები არიან და დაბლააკეთებენ ხოლმე, აბა გამიკეთე rumba motion. ბაიჩო. მე ცოტა დაიხერები და ისე კეთდება rumba motion-ი რო. ასწავლე ხატია. ამეცადინე, მესამე წერია rumba motion-ი ვერ ვასწავლე მაგრამ ამეცადი ხალხი. rumba motion-ით შიმები ვერ მასწავლე. შიმები მაგრამ ვერ ფიჟენი იცი რაც თორე. შემდეგი არის ბრაზილ, წარმოიდგინეთ ბრაზილია. სიამოვნე. ესეთი რუჯიანი გოგოები და ბიჭები და ჩვენ ერთად. იცი რა, ცოტა კარნავალი უფრო წარმოვიდგინე მართალია. ეს არის ბრაზილიური ფანკი, ცოტა განსხვავებულია სამბასგან. ესეთი ბითი აქვს. ბუმ, ოკეი? ნახეთ მოდი დავიო. აჰა. ერთი, ორი, სამი, ორი, ერთი. კიდე, მარცხენა, მარჯვენა. კიდე, ეს. აჰა. ნახეთ. გვერდზე. დავიდა წინ. აუცე პრესი მუშაობს. ცოტა ლამბადა. 1 2 3. აჰა. ნახეთ წინ მეგობრებო. ნაბიჯი. უკვე ცოტა ძნელ ქორეოგრაფიები მომაქვს, იმიტომ რომ პროფები ვარ კიდე. ხატი ეს მოგეწონება ეს მოძრაობა. დავიდა დაკოთი. მეორე მხარეს. კიდე გვერდზე. მარჯვენა, მარცხენა ხელი. პრესი დაჭიმულია, მუხლი არის რბილი. სულკა. აჰა. მაღლა დაბო. კიდე. დავიდა ლამბადა, მარჯვენა. აი როგორ ვიკავებდი თავში რომ აი რაღაცნაირად არ წამომხტარი ყავი და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მაყურებელიც რომელიც უყურებს და მზად იყო იმისთვის რომ აი ამის ხაკეთება. მოგეწონა ეგა? მოდი ხატი აი ახლა. თავარია ჩავიდეთ მუხლში.
აი ეს მუხლი თავისუფალია, მეორე წვერით თავისუფალია და თავისუფლად ვარტყავთ ხატია. ვარტყავთ, აი ესე. ქუსლი ხო არ უშლის? ქუსლი თუ ქუსლი ხო არ უშლის? წვერი და შეხედე. ო ეს აქ არ გამოვა. ბაჩოს გამოვა ეს ამბავი. ბაჩო. კი, აუცილებლად. დღეს ფიქრობდი, რომ ცოტა გრილა თქო და ცოტა უფრო თბილად ხო არ ჩავიცოთ. ხო და გამახსენდა, რომ ზაზანები შემოკრიალდებოდნენ და ისე გვავარჯიშებდნენ, რომ დამცხებოდა და ამიტომაც სწორი გადაწყვეტილება მივიღე ჩემო ბაჩო. ატა ქისკამი და რაღაცა გაიარე, გამოიარე გოგოებს. როგორ შეუშალო ასეთ გოგოებს, ასეთ მოძრაობებს ხელი. მესამე არის ლათინური ფიუჟენი. სიარული თაკეთი. ხო და არის დღეს ინტენსიური პროგრამა არის, არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ ცოტათი გრილა, რაღაცა ცეცხლები მოვიტანეთ. მოვიდა ზაფხული და ვიღვიძებთ უკვე კარგად. გაიღვიძა ბუნება. მაღლა? ო, ნახეთ. შავარტყით. ნე. სამი ნაბიჯმაც. 3 2 1 მაღლა. Stop, ადგილზე. ოპ. 1 2 გესო თეთრ ქნევარი ხარ. ნახეთ. აი, რა უნდა გავაკეთოთ? აი ესე. კლაშ. ყველაფერი უნდა იყოს ძალიან მაგრა ყოველდღიურად ზუმბასთან ერთად. ორივე. ხელი წინ. შეგია. სამი ნაბიჯი გვერდზე. 3 2 1. გადავდით. კიდე 3. მუხლი არის ოდნავ ისევ. არბილი. წინ ხელები მაღლა. ჰეი. კიდე ხელ. ჰეი, მეორე მხარე. ჰეი. როგორია? ჰეი. აი ბაჩატა არის აქ. პატარა ნაწილი ფიუჟენი ბაჩატი. ამას ქვია მიქსი. კიდე. ბაჩო, ყველგან შენი სულია, გაიგე? ხელი, სედო, მაგრა. კიდე მეგობრებო, აი ესე ყველაფერი უნდა ჩამოვიშოროთ. აი! Stop! ცოტა მუხში. პრესი. ნახეთ, დავჭიმეთ ხელი და ისე მაგრად. პრესით მუშაობ. შეი! 3 გვერდზე. Назад, დაუდნი. აგერ ატვირთულებით ხართ უკვე ატვირთულია? გოგოებო, უღრმესი მადლობა, მე მადლობა დარწმუნებული ყველას. ვარ, ჯერფასი ტელემაყურებელი მოყვებოდათ, შეძლება ის დაგვა, რა თქმა უნდა, მოყვებოდათ და მე მგონი გავასწარეთ ჩვენ მაყურებლებმაც. კი, და ვინც ვერ მოყვათ, გადაახვევენ. აბა რა. ნახავენ, კარგად დააკვირდებიან მოძრაობას და შემდეგ გამოყვებენ. განსაკუთრებით იმ მოძრაობას. ტინ. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა, კარგად გაგზავნებოდა. ნახავთ ის ისეთი ენერგია შემოგაგზავნა. დაგემშვიდობებით. გადასარევი იყო რა არაჩვეულებრივი. ამას უთქვა ხო არ გინდა, ძალიან დაიხალე შენამდე მოძრაობაში. მე რა მაქვს საწუწუნო, თუმცა ამოვასუნთქოთ ჩვენი მაყურებელი, ჩვენც გავიდეთ რეკლამაზე, რომელიც ძალიან მალე გავიდეთ, თქვენ რა თქმა უნდა დაგველოდოთ და არ გაკეთოთ. მე მაყურებელი ვარჯიშობ. დავბრუნდით
პირდაპირ ეთერში და დილამშვიდობისა მათ, ვინც ახლა შემოგვიერთით, შეგახსენებთ, რომ უყურებთ დილის ლაივს ხატიასთან და ბაჩოსთან ერთად, რა თქმა უნდა, და ჩვენი თანაწამყვანებიც შემოგვიერთდებიან ნელ-ნელა და თუ ახლა ვისი ჯერია, ამას ჩემი ხატია იქნება. ამაშია საქმე, ჩემო ძვირფასებო, ესე იგი ენერგიულები, ბედნიერები რომ ვიყოთ, ლამაზები რომ ვიყოთ და დღე რომ იყოს ნაყოფიერი, უნდა ვიყოთ ჯანმრთელები უპირველეს ყოვლისა და აი სწორედ იმისთვის რომ ვიყოთ ჯანმრთელები, სულ გვიწყობს ხელს ყოველ კვირას ჩვენი შოთა ჯანჯღაბად საკუთარი კაბინეტიდან, რომელიც ჩვენს გვერდით არის, არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად, თუმცა თუ რა თემაზე ისაუბრებს შოთა, ამას თავად წარადგენს, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამედიცინო რუბრიკის წარმომადგენელი გახლავთ იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა. რუბრიკის სპონსორია იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა. მესაუდა შენი სილამაზისთვის მხოლოდ ავერში. შოთა დილამშვიდობის მოგესალმებით. დილამშვიდობით ბაჩო ხატია, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მე როგორც ყოველთვის ტრადიციულად გისურვებ ჯანმრთელობას და შემდეგ უკვე წარმატებულ კვირას. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. ხშირად არის ხოლმე ყველას ოჯახში გამოგვიცდია ხოლმე რაღაც ანთებითი ცვლილებები და გამოგვიყენებია ხოლმე ანტიბიოტიკები. რამდენად არის რაციონალურად ან არარაციონალურად გამოყენებული ჩვენს მიერ ან სხვადასხვა ექიმების მიერ დანიშნული ანტიბიოტიკები, ამასთან დაკავშირებით დღეს მოვიწვიეთ არაჩვეულებრივი სპეციალისტი, ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი ქალბატონ მაია ბუწაშვილი. დილამშვიდობის ქალბატონ მაია. დილამშვიდობის, მადლობა მოწვევით. დიდი მადლობა. ქალბატონ მაია, როგორც ამოვიკითხებ, სოფლიო ორგანიზაცია აქვს ესეთი გამონათქვამი, არ ვიმოქმედებ დღეს, ვერ უმკურნალებთ ხვალ. რატო გახდა აქტუალური ანტიბიოტიკებთან მიმართებაში აღნიშნული სლოგანი? ანტიბიოტიკები არის ჩვენი მთავარი ძალა ინფექციებთან საბრძოლველად, თუმცა ამას უნდა მოვუფრთხილდეთ. ანუ თუ ჩვენ დღეს რაციონალურად არ გამოვიყენებთ მათ, ბაქტერიები ერთი ნაბიჯით ყოველთვის გვისწრებენ, ანუ ისინი ახერხებენ, რომ გამოიმუშავონ გამძლეობა, ანუ სამედიცინო ენაზე რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ და ეს სულ უფრო და უფრო მზარდი პრობლემაა. ეს რეზისტენტობა მაგალითად მიჩნეულია მსოფლიოში 10 ყველაზე რთულ საზოგადოებრივ ჯანდაცვის პრობლემად. ანუ ბაქტერიები გამოიმუშავებენ რეზისტენტობას, შესაბამისად ანტიბიოტიკები მათ მიმართ აღარ არის ეფექტური და ეს უფრო და უფრო მძიმედ ღმავდება ეს პრობლემა. ამიტომ ანტიბიოტიკებს თუ ჩვენ არ გამოვიყენებთ სწორად, საჭირო დოზით, საჭირო დროს, საჭირო ხანგრძლივობით, მომავალში დავრჩებით ამ არსენალის გარეშე, იმიტომ რომ ახალი ანტიბიოტიკების გამოგონება ნელი პროცესია ძალიან და კიდევ მეორე ბაქტერიები წინ გვისწრებენ და რეზისტენტობა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ახალი ანტიბიოტიკები ჩნდება. კალტმაი, აღნიშნული პრობლემა ის გამოყენება ანტიბიოტიკების მარტო საქართველოს პრობლემა და ამიერკავკასიის, თუ მსოფლიოშიც აღნიშნული მდგომარეობა არის? ყველგან არის, მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს რეცეპტი და უფრო მკაცრია კონტროლი, იქ შედარებით უფრო მეტად რეგულირებულია ეს საკითხი. ჩვენთან მოგეხსენებათ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიძინოს აფთიაქში. სამწუხაროდ დღეს ჩვენი რეალობის წინაშე ვართ, რომ ბევრი ადამიანს გონია, რომ სიცხის დამწევად შეუძლია გამოიყენოს ანტიბიოტიკი ან ყელის ტკივილისთვის, ან ფაღარათისთვის და ეს მართლა შეიძლება დავარქვათ კატასტროფა ამას, იმიტომ რომ ასე ანტიბიოტიკის მიღება არ შეიძლება. სამწუხაროდ ჩემი კოლეგები ზოგჯერ ზედმეტად ნიშნავენ ანტიბიოტიკებს, ამიტომ კი მთელ მსოფლიოში ეს დიდი პრობლემაა, ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულად, იმიტომ რომ ეს საკითხი პრაქტიკულად რეგულირებული არ არის. აი რა არის ამის მიზეზი, ვთქვათ, ნაკლები განათლება, ცუდი განათლება თუ რატო გახდა ესე პოპულარული ანტიბიოტიკების გამოყენება ყველანაირი პათოლოგიების დროს? ერთი რაც უნდა ვთქვათ, ჩვენთან ნაკლებად იყენებენ ბაქტერიოლოგიურ კვლევას. რეალურად სტანდარტი არის ასეთი. უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ უნდა ავიღოთ მასალას გულისხმობ მაგალითად თუ ადამიანს ყელი ტკივა, ხახის ნაცხი, თუ სეფსისია, ეჭვის სისხლის ბაქტერიოლოგია, თუ საშარდეგზების ინფექციაზეა, შარდის ბაქტერიოლოგია და მერე უნდა დავიწყოთ ანტიბიოტიკოთერაპია. გასაგებია რომ ბაქტერიოლოგიური ანალიზის პასუხი იგვიანებს და ეს არის ხოლმე საბაბი რატომაც არ იღებენ, მაგრამ შემდეგ შეიძლება დაიწყოს ემპირიულად, ანუ ესე ზოგადად, ესე ვთქვათ, დაინიშნოს ანტიბიოტიკი და მერე წამოგვეწევა ის პასუხი რეალურად რომელ ბაქტერიასთან გვაქვს საქმე, რომელ ანტიბიოტიკებზე აქვს მგრძნობელობა ამ ბაქტერიას და მერე უკვე უნდა შეიცვალოს და მიზანმიმართულ დანიშნულებაზე გადავიდეს. აი ეს პრაქტიკა არც თუ ისე კარგად არის განვითარებული ჩვენთან. ამიტომ ადამიანებს ურჩევნიათ
პაციენტებს, ექიმებსაც, რომ თავიდანვე ეგრეთ წოდებული ფართე სპექტრის ანტიბიოტიკები დაენიშნონ, ანუ ზოგადად რაც მოქმედებს, ეს კიდევ უფრო და უფრო ართულებს აი ამ რეზისტენტობის პრობლემას. Რა თქმა უნდა, სულ უნდა ტარდებოდეს მუდმივად ამაზე შემახსენებელი ტრენინგები, ძალიან კარგია, რომ დღესაც ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ. როგორც მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია სულ, რომ ნუ მოითხოვენ ასე დაჟინებით ექიმებისგან დანიშნოს და თვითონაც თვითნებურად მოინიშნავენ ანტიბიოტიკებს და ასევე რა თქმა უნდა ექიმებიც მუდმივად უნდა გადიოდნენ ტრენინგებს ანტიბიოტიკების მოხმარებაზე. აი გავთმაი ის როდესაც ეს ანტიბიოტიკი მოხდება ჩვენს ორგანიზმში რა მავნე ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს გარდა თქო რეზისტენტობის განვითარებისა არასწორად გამოყენებულმა ანტიბიოტიკებმა. თავისთავად ანტიბიოტიკებს გვერდითი მოვლენები აქვს, ეს ყველამ ვიცით. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, როცა ის აუცილებელია და იმ კონკრეტულ სიტუაციაში მის გარეშე ინფექციას ვერ დავამარცხებთ, ამ გვერდით მოვლენების მართვაზეც მივდივართ ჩვენ, ხო? მაგრამ არასაჭირო დროს და არასაჭირო ხანგრძლივობით, როდესაც ინიშნება, ეს გვერდითი მოვლენები კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, გულდასაწყვეტია, რომ ვითარდება ადამიანის ორგანიზმში. ძირითადად ერთ-ერთი პირველი არის ჩვენი მეგობარი ბაქტერიების, ანუ ნაწლავის ნორმალური ფლორის დაზიანება, განადგურება, რასაც შეიძლება მოყვეს ფაღარათი და ჩვენ ხშირად ვიცით, რომ ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ფაღარათი ან პირიქით შეკრულობა და ასევე ერთ-ერთი სხვა ინფექციის Clostridium difficile ქვია, ის ვითარდება ხოლმე ამ დროს, თუმცა ეს როგორც წესი უფრო ხანგრძლივ გამოყენების შემდეგ ხდება. აქვე მინდა ბარემ ამას მოვაყოლო, ამის შიშით ჩვენთან ხშირად ანტიბიოტიკთან ერთად ბევრ არასაჭირო წამალს ნიშნავენ, ეს კიდე ცალკე დიდი პრობლემა გვაქვს. ჩვეულებრივ სტანდარტულად განსაკუთრებით ამბულატორიულ პაციენტებში 5-7-10 დღიანი ანტიბიოტიკების გამოყენებისას საერთოდ არ არის საჭირო დამატებითი წამლები და ერთ ანტიბიოტიკს მოყვება ხოლმე ჩვენთან ეგრეთ წოდებული კუჭის დამცავი, ღვიძლის დამცავი, პრობიოტიკი, სოკოს წამალი. ეს თავისთავად სრულიად მიუღებელია. თუნდაც სოკოს წამლების აი ესე არარაციონალურად გამოყენება კიდე ცალკე პრობლემაა, ჩვენ რეზისტენტული სოკოები გვაქვს უამრავი. ამიტომ ესეთ მოკლე კურსებს და მოკლე ქვია 7 დღიანს, 10 დღიანს, 14 დღიანსაც არავითარი დამატებითი წამლები არ ჭირდება და გრძელვადიანსაც ინდივიდუალურად ექიმის გადაწყვეტილებით. ეს ჩვენთან ძალიან დიდი პრობლემაა. აი სოკოს წამალში გადმაი და აი ამაზეც რო ვთქვა ორი სიტყვით, აი ეს სოკოს წამალი ხშირად თვითნებურადაც იყენებს ხოლმე ჩვენი მოსახლეობა და რამდენად ტოქსიურია ხოლმე აღნიშნული ნივთიერებები. სოკოს წამლებსაც უფრო ხანგრძლივად იყენებენ ვიდრე საჭირო, უმრავლეს შემთხვევაში ან არ ჭირდება და ვთქვა თუ უბრალოდ შეიძლება იყოს ვთქვა შორის ის არის შქავილი ხანდახან თავისით გადის, ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ინფექციაა, განსაკუთრებით ქალებში. ან ერთჯერადი დოზაც საკმარისია ხოლმე, თუმცა ხშირია ძალიან, როდესაც აი დღე-გამოშვებით მრავალჯერად დოზებს იყენებენ და ეს იშვიათ შემთხვევაში გვჭირდება. და კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ახლა ფაქტიურად, როდესაც სოკოების პასუხი მოდის რეზისტენტობის პანელს რო უყურებთ, ანუ გამძლეობის, უფრო და უფრო გამძლე სოკოები მოდის და ესეც იმიტომ, რომ აი ასე არარაციონალურად ვიყენებთ სოკოს წამალსაც, მათაც უნდა მოუფრთხილდეთ ცხადია. ანუ ასე მინდა კითხოთ, აი ხა ვიცი რომ საქართველოში კანონით რეგულირდება წესით-არიგით ცხოველებში ანტიბიოტიკების გამოყენება და საკვებ-პროდუქტებში მათი დიდი რაოდენობით მიწოდება, მაგრამ რამდენად არის ხოლმე აი ცხოველში როცა საკვებ-პროდუქტებად იყენებენ, თქვა ფრინველებში, რა ის როდესაც მოიყვანენ ხელოვნურად ამ ხელოვნურ პარნამაში ცხოველებს ასე ვთქვათ, მათში გამოყენებული ანტიბიოტიკი რამდენად ახდენს გავლენას შემდეგ ადამიანის ორგანიზმზე. კი, ეს 10 წლეულების მანძილზე ძალიან დიდი პრობლემა იყო და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ აკრძალა. ანუ აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ ცხოველის მზა საკვებში ამატებდნენ ანტიბიოტიკებს პრევენციისთვის, ასევე ჰორმონებსაც, თუმცა ჩვენ დღეს ანტიბიოტიკებზე ვლაპარაკობთ ინფექციების პრევენციისთვის. და ამან რეზისტენტობის პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა, იმიტომ რომ საკვებიდან ეს ანტიბიოტიკები გადმოდიოდა ადამიანის ორგანიზმში და ფაქტიურად ანტიბიოტიკების არარაციონალურ გამოყენებამდე დადის ეს. საქართველოშიც აკრძალულია, თუმცა რაღაც ბოლო დროს გაჟღერებულმა ინფორმაციამ, როგორც ყველამ ვიცით, თითქოს აჩვენა, რომ ეს ირღვევა ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან მიუღებელია, უნდა მკაცრად კონტროლდებოდეს ცხოველის საკვებში ანტიბიოტიკები აღარ უნდა არსებობდეს.
ქალთმაი, აი ექიმებთან მიმართებაშიც ამაზეც რო ვისაუბროთ, რამდენად არის გაწერილი თქვა გაიდლაინებში, რეკომენდაციებში, როდის უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკი და როდის არის ჩვენება, რატომ არის ეს გადაცდომები მაინც ხშირ შემთხვევაში? გაიდლაინები არსებობს, სამწუხაროდ ესეც ჩვენი ქვეყნის პრობლემაა, გაიდლაინები ძალიან ბევრია, პრაქტიკულად ყველაფერზე შეგვიძლია ჩვენ ვნახოთ გაიდლაინი ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე თუ ვნახავთ, უბრალოდ მათი აღსრულება და შესრულებაა პრობლემა. აი მაგალითად ანტიბიოტიკების გამოყენება უნდა იყოს რეცეპტით პირველი ერთ-ერთი მთავარი. ბევრჯერ იყო ამის ცდელობა, რაღაცნაირად თითქოს არაპოპულარული ნაბიჯი იყო და ბოლომდე ვერავინ ვერ გაბედა რომ ეს საკითხი დაემკვიდრებინა, არა და რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს, ეს არის აუცილებელი. მიუხედავად იმისა, რომ მართალია ექიმებიც ნიშნავენ ზედმეტად ანტიბიოტიკებს, მაგრამ მაინც ყველაზე მთავარი პრობლემაა, რომ ადამიანები თვითონ ყიდულობენ მეზობლის, მეგობრის რჩევით, და ეს სიტყვა მომიხდა, მედავლია და მომიხდა ძალიან პოპულარული გამონათქვამია ჩვენთან და სრულიად მიუღებელი, იმიტომ რომ ყველა ადამიანს ინდივიდუალური სიტუაცია აქვს. ამიტომ რეცეპტი გარკვეულწილად ამ თემას მოაგვარებდა. თანაც აი ინტრავენური ძალიან ძლიერი ანტიბიოტიკებიც კი ადამიანს უბრალოდ შეუძლია ადგეს შევიდეს აფთიაქში და იყიდოს. რა თქმა უნდა, ეს სანამ ასე იქნება, ჩვენ ანტიბიოტიკების პრობლემა საქართველოში ვერ მოვაგვარებთ. და წეგანაც ვახსენე, რა თქმა უნდა, მუდმივად უნდა იყოს სხვადასხვა სპეციალისტების მუდმივად შემახსენებელი ტრენინგები. აი ხატია საკითხვა, ხატია გისვენ. შოთა, კიდევ ერთხელ დილამშვიდობის მივესალმები შენს არაჩვეულებრივ სტუმარს. აი მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად რომ ვიცოდეთ, აი თქვა თვითნებურად რომ არ უნდა მივიღოთ ანტიბიოტიკი და განსაკუთრებით მშობლები, რომლებიც პატარებს თვითნებურად უნიშნავენ. აი როდესაც გვინიშნავს ექიმი, რამდენად უნდა მოითხოვოს პაციენტმა წინასწარ რეზისტენტულობაზე ანალიზი ამა თუ იმ ანტიბიოტიკზე? კი, კითხვა გასაგებია. როგორც წეგავ თქვი, ხშირ შემთხვევაში ექიმი ვერ ელოდება ბაქტერიოლოგიური ანალიზის პასუხს, მაგრამ რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ პაციენტი დარწმუნდება, რომ ბაქტერიოლოგიური ანალიზი აღებულია. მერე შეუძლია ექიმს დრო რომ არ დაიკარგოს ემპირიულად დანიშნოს რომელიმე ანტიბიოტიკი, მაგრამ კარგი იქნება რომ უკვე აღებული იყოს მასალა და პაციენტი ამაში დარწმუნდეს და მოითხოვოს სამედიცინო დაწესებულებაში ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარება. აი პირველ დანიშნულსაც ახსენებთ, ალბათ რეკომენდაცია იქნება რომ არაფართო სპექტრის ანტიბიოტიკის დანიშნვა, ხო? კი, აი თუ გაიდლაინებს მიუყვებით სხვადასხვა სისტემების ინფექციების დროს კონკრეტული ანტიბიოტიკებია მოწოდებული და ჯობია რომ მიუყვეთ აი ამას. ასევე კიდევ ერთი დიდი პრობლემაა სარეზერვო, ეგრეთ წოდებული, რასაც ჩვენ სარეზერვო ანტიბიოტიკებს ვეძახით, მათი უფრო სწრაფად დანიშნა, ვიდრე მთელი რიგი ანტიბიოტიკები უნდა შემონახული იყოს, ასე ვთქვათ, იმ სიტუაციებისთვის, როცა სხვა გამოსავალი არ არის. აი ეს ძალიან მკაცრად დადგენილი გაიდლაინებში არსებული და ეს ხელმისაწვდომია, არ არის აუცილებელი. ეხლა საერთოდ ყველანაირი ლიტერატურა ხელმისაწვდომია და არ არსებობს ინფორმაცია, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება, მაგრამ თუ მაინც და მაინც ჩვენს ენაზე, ქართულად, სამინისტროს საიტზე არის ამაზე ლიტერატურა და ძალიან კარგი იქნება თუ ყველა ამას მიყვება. რაც შეეხება პაციენტს, კიდევ ერთხელ და ბევრჯერ გავიმეორებ, რომ აი ესე მეზობლის, მეგობრის რჩევით არაფრით არ შეიძლება და არ არის ანტიბიოტიკი ყელის ტკივილის წამალი, ფაღარათის წამალი, სიცხის წამალი და ასე შემდეგ. აი ხშირად როცა ტარდება ხოლმე კონფერენციები ექიმებისათვის, ესეთი ზოგადი ინფორმაციის მიწოდება ნაკლებად ხდება ხოლმე, ანუ ძირითადად არის ხოლმე მიმართული ერთი ანტიბიოტიკის რაღაც მოქმედების შესახებ ინფორმაციის ფარმაცევტულ კომპანიებამდე და ცოტა ექიმებისთვისაც ეს ახალი ინფორმაციის და ფართო ინფორმაციის, ზოგადი ინფორმაციის მიწოდება ძალიან შემცირებული რაოდენობა, იმიტომ რომ სამწუხაროდ არ ხდება ან ასოციაციების მიერ, ან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზება ესეთი დიდი კონფერენციების და შეიძლება მცირე ინფორმაცია იყოს მიტანილი ექიმამდეც ანტიბიოტიკის შესახებ. აი, ქალთმაი თქვენ ახსენეთ ზოგადი და სარეზერვო ანტიბიოტიკები და აი თუ არის საქართველოში ყველა ის ანტიბიოტიკი ხელმისაწვდომი, რაც საჭიროა ხოლმე რომ გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, არა, ეს ძალიან რთულ პრობლემას შეეხეთ და ამაზე ინფექციონისტები მუდმივად ვჩივი ვართ. წერილიც კი არაერთხელ მიწერილი ჯანდაცვის სამინისტროში ამის შესახებ, იმიტომ რომ
მთელი რიგი სიტუაციებია, როდესაც ძალიან რეზისტენტულია ბაქტერია და ჭირდება ის ანტიბიოტიკები, რომლებიც უბრალოდ ფიზიკურად ქვეყანაში არ არის. აქ უკვე იმაზე არ არის ლაპარაკი, პაციენტი გადამხდელუნარიანია თუ არა, სადაზღვევო კომპანია იხდის თუ არა. ფიზიკურად წამალი არ არის ხშირად ადგილზე და თუ ეს არ შეიცვალა, უფრო და უფრო გაჭირდება პაციენტების მართვა, ვისაც აქვს განსაკუთრებით მძიმე გენერალიზებული ინფექციები ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში. აი ეს საჭიროება, ეს სასწორკვეთილებაში არიან ხშირად ექიმები, იმიტომ რომ ადამიანს აქვს რეზისტენტობა არსებულ ანტიბიოტიკებზე და რომელიც ჭირდება, ის უბრალოდ ქვეყანაში არ არის. ყველას არ შეუძლია უცხოეთიდან ჩამოაფრინოს ანტიბიოტიკი. და აქვე ბარემ დავამატებ, რომ რაზეც ჩვენ არ გულაპარაკია, გამომრჩა. ძალიან მნიშვნელოვანია დიფერენცირება ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებს შორის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, როგორც პაციენტების მხრიდან, ზოგჯერ ექიმების მხრიდანაც. ადვილი არ არის ნამდვილად ეს ერთი ხელის დაკვირთ, რომ ზუსტად დავადგინოთ, მაგალითად, სასუნთქი გზების ინფექციის დროს აქ ბაქტერიულია თუ ვირუსული, მაგრამ პაციენტის გასარჩევიას არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, უნდა მიენდოს ექიმს და ექიმისთვისაც ბევრი მარკერია იმისთვის, რომ ამის დიფერენცირება გავაკეთოთ. უმრავლეს შემთხვევაში ზემოსასუნთქი გზების ინფექციები სწორედაც რომ ვირუსულია, რომელსაც არავითარი ჩარევა არ ჭირდება. ანტივირუსული პრეპარატები იშვიათად არის ჩვენება გრიპის დროს მაგალითად, თუმცა ახლა ესეც ახალი პრობლემა დაგვიდგა. ანტივირუსული პრეპარატი გრიპის დროს, რომელსაც ვიყენებთ, აღარ დავასახელებ კონკრეტულ მედიკამენტებს. წლების მანძილზე მისი დანიშვნა იყო ძალიან რთული, რომ ადამიანებს საჭირო დროს დაენიშნათ. აი წელს და შაშან შეინიშნება თითქოს მოდური გახდა და აი წელს სულ ამას ვიგერიებდით, რომ ყველას, ვისაც გრიპის თუ ზემოსასუნთქი გზების სიმპტომები ჰქონდა, უმრავლესობა იღებდა ამ ანტივირუსულ პრეპარატს. ესეც სრულიად მიუღებელია, ამ წამალსაც თავისი ჩვენებები აქვს და აქაც არ უნდა გამოვზარდოთ რეზისტენტული გრიპის ვირუსი. აი ხშირად არის ხოლმე ბავშვებში ახსენეთ ზემოსასუნთქი გზების ინფექციები და პედიატრები ან მშობლები ხელოვნურად იწყებენ აი ამ ბავშვობის ასაკიდან ანტიბიოტიკების გამოყენებას და ხშირად არის ხოლმე ეს ანტიბიოტიკები მე უფრო ფართოვდება და ფართოვდება. აი ბავშვებთან მიმართებაში როგორი მდგომარეობა გვაქვს? სხვადასხვა სულ უფრო და უფრო მეტი კვლევები ჩნდება, რომლებიც გვეუბნება, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში ინიშნება ანტიბიოტიკები, მთელი რიგი სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების რისკ ფაქტორი შეიძლება იყოს, ამ დეტალებზე აღარ შევჩერდები. განსაკუთრებით ბავშვთან უნდა იყოს ეს მოზომილი და დაწმენდილი, ნამდვილად დასანიშნია თუ არა, კიდევ მეორე ანტიბიოტიკები ჩვენი მთავარი იარაღია და ხშირ შემთხვევაში მათ გარეშე შეუძლებელია პაციენტის მართვა. და ეს არც ისე ადვილია, რომ ზუსტად სწორად და დროულად შეფასდეს, უნდა დაიწყოს თუ არა ანტიბიოტიკი, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს. არსებობს სხვადასხვანაირი ირიბი მარკერებიც. აი მაგალითად ჩვენთან ძალიან არასწორად უყურებენ C-რეაქტიული ცილის პასუხს. C-რეაქტიული ცილა არ არის ანტიბიოტიკის დანიშვნის ჩვენება, არა და ეს დამეთანხმებით ძალიან მიღებული პრაქტიკაა. C-რეაქტიული ცილა არის ძალიან ზოგადი მარკერი, რომელიც ყველანაირი ანთებითი პროცესის დროს შეიძლება იყოს მაღალი და სულ არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს ბაქტერიული ინფექცია და ამიტომ უნდა დავნიშნოთ ანტიბიოტიკი, არა და ყოველ მეორეს ხედავთ, რომ ასე ხდება მსჯელობა. თუმცა არსებობს სისხლის საერთო ანალიზით, თქვათ, არის პროკალციტონინის ტესტით, ბევრი სხვადასხვა და გამოცდილებით ექიმის კომბინაციით უნდა შეფასდეს მართლა ჭირდება ადამიანს ანტიბიოტიკი თუ არა და ეს ვერ იქნება მშობელი. იმიტომ რომ ბავშვის, თქვათ, ოჯახში საკითხი ვერ გადაწყდება ვერაფრით და შესაბამისად მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც არც ერთ მშობელს არ უნდა თავისი შვილისთვის. აი ხატია საკიდე კითხვა, ხატია. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, არ ვიცი რამდენად რელევანტურია ამ შემთხვევაში, მაგრამ აი სიტყვა ანტიბიოტიკი, რომ გვესმის ჩვენ ხო ვერ ვანსხოვებთ, ანუ არაპროფესიონალები. აი რაც შეეხება ადგილობრივ ანტიბიოტიკებს, თქვათ კანის საცხები, ანუ კრემი, რომელსაც უწოდებენ ადგილობრივ ანტიბიოტიკებს დერმატოლოგები. მისი გამოყენება რამდენად შეიძლება თვითნებურად, აი ვთქვათ, მქონდა გაღიზიანებული 5 დღის განმავლობაში მოვიხმარე და რაღაცა 1 წლის შემდეგ თვითნებურად ისევ ამ პრობლემაზე თვითონვე დავიტანე კანზე. შეიძლება თუ არა ამის გაკეთება? მადლობა ხატია სამკითხვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ესეც. კანი უბრალოდ გაღიზიანებული, ვთქვათ, რაღაცა გაჭრილი თუ არ ვიცი ნებისმიერი არ ნიშნავს, რომ ეს არის ბაქტერიული ინფექცია. ანტიბიოტიკი გარეგანი მოხმარებისთვის, ანუ მალამოს სახით
მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ ისევ და ისევ არის ბაქტერიული ინფექცია. თუ არის ჩირქოვანი გამონადენი და ასე შემდეგ, მაგრამ აქაც ისევ უნდა მოხდეს კანის ნაცხით განსაზღვრა რა ბაქტერია და რომელი ანტიბიოტიკის მიმართ არის მცნობიარე და მალამო შერჩევაც ამაზეა დაფუძნებული. ანუ ნებისმიერი კანის გაღიზიანების თუ დაზიანების დროს ცხადი ანტიბიოტიკის მალამო არ უნდა იქნას გამოყენებული. აქაც უნდა ექიმმა მიიღოს გადაწყვეტილება. მართალია გარეგანი გამოყენება ანტიბიოტიკების ნაკლებ პრობლემას ქმნის ვიდრე დასალევი თუ ვენაში თუ კუნთში გასაკეთებელი, მაგრამ თავისთავად ესეც პრობლემაა. დიახ. კალთმაი ასე რო უთხრა ჩვენს მოსახლეობას ის დაავადებები და ვთქვათ ის ბაქტერიული დაავადებები, რომლის დროსაც შეხარ ჩვენ ისე არ გამოგვიდეს, რომ საერთოდ არა ანტიბიოტიკი საჭირო, რომელი დაავადებების დროს არის უფრო ძირითადად საჭირო ანტიბიოტიკის გამოყენება. კი, აი მაგალითად თუ დადასტურებულია სტრეპტოკოკული ანგინა, ხო? აქ აი ესეც არ არის ხოლმე ხშირად გამოყენებული. ძალიან ადვილია სწრაფი ტესტით სტრეპტოკოკის განსაზღვრა. 100%-იანი ტესტი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან გვეხმარება, სანამ ბაქტერიოლოგიის პასუხი მოვა. თუ არის დადასტურებული სტრეპტოკოკული ანგინა, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანტიბიოტიკის გარეშე არ გამოვა არაფერი. საშარდეგზების ინფექციები, მთელი რიგი სიტუაციები უმრავლეს შემთხვევაში თუ დადასტურებული ბაქტერიული ინფექცია ანტიბიოტიკის გარეშე ვერაფერს ვერ გავხდებით, პნევმონია თავისთავად. ბრონხიტის დროს სადაო თემაა და უნდა კონკრეტულ სიტუაციებში. ბრონხიტის დროს ხშირად ანტიბიოტიკის საჭირო არ არის, მაგრამ კიდევ მეორე ბაქტერიული პნევმონიის შემთხვევაში, ანგინის შემთხვევაში, საშარდეგზების ინფექციის შემთხვევაში ეს მე ვამბობ ამბულატორიულ პაციენტებზე, ხა სტაციონარში კიდევ სულ სხვა თემაა, რა თქმა უნდა, იქ ბევრი სხვა პრობლემაა. ანტიბიოტიკების გარეშე ხშირად გავიმეორეთ დღეს ზოგჯერ პაციენტის მართვა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ოღონდ კიდევ მეორე ბაქაც უნდა იყოს რაციონალურად რეზისტენტობის პროფილის გათვალისწინებით და შემონახული უნდა გქონდეს სარეზერვო ანტიბიოტიკები. დიახ. აი კითხვა იყოს ეს სტაციონარის პირობებში მეორადი ინფექციის განვითარება, აი რას ნიშნავს ეს კალტორმაია და როდი ამ დროს თუ გჭირდება ანტიბიოტიკი. ეს არის ჩვენ დიდი თავისტკივილი, ეგრეთ წოდებული ჰოსპიტალური ინფექციები, ანუ რომლებიც ადამიანს სტაციონარში ემართება. სტაციონარებში ცხოვრობენ, ასე ვთქვათ, მთელი რიგი ბაქტერიები იქ ბინადრობენ. და აი ეს საკითხი თითქოს ბევრი მუშაობა მიდის, მაგრამ მაინც დაუძლებელია. რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური ინფექციები თელს მსოფლიოში პრობლემაა, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებული პრობლემაა. აქედან ზოგჯერ უცხოეთში რომ მოხვდება ხოლმე პაციენტი სამკურნალოდ, ისეთი ჯიშის ბაქტერიები ჩააქვთ, რომ იქ გაოცებულები უყურებენ, ზოგჯერ თვეები და წლები არ უნახავთ იმ ჰოსპიტალებში. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ მუშაობას და სასწრაფო მოწესრიგებას მოითხოვს. ჰოსპიტალების დონეზე და ცენტრალურ დონეზეც, იმიტომ რომ აი მაგალითად არაჩვეულებრივი ქირურგები ყავს, შესანიშნავად მიდის ოპერაცია და პაციენტი რთულდება, იმიტომ რომ ემართება ეს ჰოსპიტალური ბაქტერიები და რა თქმა უნდა, მერე უკვე აქაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მართვა, მაგრამ აქამდე არ უნდა მიდიოდეს საქმე. აქ მნიშვნელოვანია უკვე პრევენცია, იმიტომ რომ ჰოსპიტალური ინფექცია პაციენტს რაც შეიძლება იშვიათად უნდა დაემართოს. ეს ინფექციები შეიძლება კათეტერით იქნას მოხვედრილი ორგანიზმში, დრენაჟებით, სასუნთქი აპარატებით და ასე შემდეგ. ეს ცალკე ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით. დიდი მადლობა მინდა კალტორმაია გითხრათ ესეთი ამომწურავი ინფორმაციის ჩვენი მოსახლეობის გასაგებ ენაზე ახსნისათვის. მე მინდა შეგახსენოს, რომ ჩვენი სტუმარი იყო კალტორმაია ბუწაშვილი, რომელიც საუბრობდა ანტიბიოტიკების არარაციონალურ გამოყენებაზე და მაქსიმალურად როგორც კალტორმაიამ გვირჩია, ვეცადოთ, რომ ავირიდოთ ზედმეტი ანტიბიოტიკების გამოყენება და ჩვენს ექიმებთან ერთად მაქსიმალურად მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება, რა მედიკამენტი უნდა დაინიშნოს ამა თუ იმ ინფექციური თუ ვირუსული თუ ბაქტერიული თუ რაღაც სხვადასხვა პათოლოგიების დროს. მე ერთი კვირით აგემშვიდობებ და გისურვებთ ჯანმრთელობას. შოთა, ძალიან დიდი მადლობა შენ და ასევე შენს არაჩვეულებრივ სტუმარს კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ისევ და ისევ ყოველ კვირას ვწმუნდები, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე თვითნებური მკურნალობა ეს არის დამღუპველი ნებისმიერი ადამიანისთვის და ასე რომ ვენდოთ ჩვენს გამოცდილ პროფესიონალებს. მადლობა შოთა, ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ კვირამდე გემშვიდობებით, წარმატებულ კვირა დღეს გისურვებთ და ახლა გოგოლა კალანდაძის სახლები უნდა ვნახოთ და მე ძალიან მაინტერესებს ამჯერად ვის ესტუმრა გოგოლა და ვინ უმასპინძლა მას. რა საინტერესოა ვისთან შეკრიალდა ჩვენი გოგოლა? თბილისის ერთ-ერთ ძველობაში, ალექსანდრის ძუმას ქუჩაზე მოვედით, სადაც გაიზარდა და დღემდე ცხოვრობს ადამიანი,
რომლის ნამუშევრები თითქმის ყველა სახლის კედელს ამშვენებს. ძალიან საინტერესო მხატვარი ნიკო ცეცხლაძე გამიღებს სახლის კარს. წავედით. გამარჯობა. შეიძლება? ძალიან მიხარია, რომ დღეს მე თქვენთან მოვედი სტუმრად და თქვენ საოცარ ნამუშევრებს და საოცარ ისტორიებსაც მოვისმენთ თქვენგან. ძალიან გამიხარდა თქვენი მოგზაურობა, მაგრამ რაღაცა გამომდინარე განწყობა ისეთი ვერ არის ქვეყანაში. რა ვიცი, ყოველს განწყობა გადმოდის შეიძლება, რა ვიცი, რა ვთქვა. მესმის ძალიან კარგად. ყოველს ესეთი განწყობა გვაქვს, მაგრამ თავს რაღაცა მაგრამ არა, მაქსიმალურად რაღაცები ვაკეთოთ. რა თქმა უნდა და ვაკეთებ და მუშაობთ კიდეც ხო შეძლებს და გვარად. ძალიან ძიმე მდგომარეობა არის და აქედან გამომდინარე გაოცებული და გულნატკენი ვარ. აი ეს ადამიანები ხო ვიცი, აი განა დღეს რუსალზე და კრიბებიან და იქ ვარ. ეს ყველა არიან მეგონი საქართველოს ჯარისკაცები დღეს. მე შემიძლია ვთქვა. როგორი საოცარი კედელი გაქვს? რა ხდება ამ კედელზე? ეს კედელი ხო ბევრჯერ არის გადაგებული. მოკლედ ახლა შინ არ მაქვს იმ საშუალება მოლბერზე რო ხატო და ამიტომ ყველა ნამუშევარს ხნი ამ კედელზე ვიგიდება ტილო და ამ კედელზე მუშაობდი ასე თქვა ეს კედელი რაღაც ესეთი ნამუშევარი გამოვიდა ასე თქვა რაღაც ესეთი ბიოგრაფია ჩემი ამ კედელზე და ეს ლუსნები და ან გრაფიკა დიდი ტილოები რაც კიდემ ყველაფერი არის ამ კედელზე შექმნილი და ვუყურებ უკენდე რაღაც ესეთია რა. რაღაცა პოზიტიური განწყობა შემოაქვს ამ კედელს. შენ სტუმრად იყო ჩამოსული ძალიან ის ცნობილი ჩოგბურთელი სტეფანო ციციბასის დედა იყო. ჩამოსული საქართველოში და იყო აქ ჩემთან და ეს ძალიან მოეწონა ეს კედელი და მითხრა ჩვენთან საფრანგეთში რაც სახში იქნება აი ეს კედელი ესეთი რომ გამიკეთოთო. აი ხასიათშია და რა ვიცი ალბათ გავაკეთებ კიდეც. რა დროს მუშაობთ ხოლმე? როდესაც მოდის მუზა? იცით რა, გეტყვით, არის ხოლმე რაღაცა პერიოდი, ინტენსიურად მუშაობ ხოლმე. არის პერიოდი საერთოდ ვერ მუშაობ და ახლა დილას გები ხოლმე და თავს ძალას ვატან. ახლა ნახო რომ აი ვიმუშაო რა, მაინც იმიტომ რომ რაღაც მამშვიდებს ხაზს გადავყავა და რაღაცა მავიწყებს რაღაც საშინელებებს. თქვენი ნამუშევრებიდან ყოველთვის მოდის საოცარი ენერგია, საოცარი პოზიტიური განწყობა, თქვენი ბალერინები, თქვენი ანგელოზები, კარნავალები. დიახ. კი. ჯამბაზები, ხო. ეს რაღაცა სერიები არის და ხო, რომელსაც მართლა ესე გული და იმით ვაკეთებ და რაღაც ესეთი განწყობა აქვს, ეთყობა აურა აქვს ისეთი, იცით ამ ნამუშევრებს მართლა აი შეხედა რაღაც ესეთი არ შეგაწუხებს, დადებითი აურა მოდის და ალბათ იმიტომ მოსწონთ ეს ჩემი ნამუშევრები და შემიძლია ვთქვა რომ ამას ყოველთვის აი ყველა ნამუშევარი თითქოს რაღაცები არის, რაღაც სერია, მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვა მიდგომით ვაკეთებ. თვითონ აი ტიპი ვარ ესეთი რომ არ შემიძლია რაღაცა ერთი იმის სტანდარტულად ვხატო რა. სულ რაღაც ექსპერიმენტში ვარ, სხვადასხვა რაღაცებს ვაკეთებ მე პარალელურად და ხო, მაგრამ აურა ნამდვილად ისეთია. კი ეს გულახდილად შემიძლია ვთქვა, ერთი მაგალითი შემიძლია ესეთი მოვიყვანო. ჩამოსული იყო ბიზნესმენი. მე მგონი ჩეხეთიდან. დიახ. ხო და მოვიდა ჩემთან შინ და რაღაცა ორი პატარა ნამუშევარი შეიძინა. გავიდა რაღაცა პერიოდი და მირეკავს რომ გაქო ნამუშევარი მოვიდა და 15 ნამუშევარი შეიძინა და შევკაცეს ახლა არც ისე გარკვეული იყო ხელოვნებაში და არა ეს თქვენი ნამუშევრები რომ დავკიდეო ჩემთან ჩემი ბიზნესის საქმე ესე წინ წავიდა და ყოველ ზაფხულს ესე იგი ამ რაღაც ნამუშევრებს კიდულობდა და ანუ თქვენი ნამუშევარი თილისმაა. ხო რაღაცა ხო ესე მიხარია რომ რა ვიცი რაღაც სიტყვა აქვს ჩვენს და მეც ასევე ხო მინდა რომ რაღაცა ვასიამოვნო ადამიანს იმიტომ რომ ამ გაურკვეველ დროში და რაღაც გაურკვეველ ვითარებაში რაღაცა სიამოვნება მევანიჭო. აი ამ კედლებზე არის სუსტ თქვენი ნახატები და მინდა რომ მომიყვეთ აი ამ ნახატების შესახებ. ეს არის ძალიან თქვენი ნახატები კი არა უბრალოდ ნამუშევარი. ხო ეს არის ძალიან ძველი პერიოდის გრაფიკა შემორჩენილი იმიტომ ძველები საერთოდ აღარც მაქვს. სულ არის კოლექციებშია, მუზეუმებშია და აღარ მაქვს. ეს რაღაც აი შემორჩენილი ძველი ძალიან ძველი ნამუშევარია. აი ეს ნამუშევარიც ძალიან ძველია მაგალითად და ეს უფრო ეს უკვე ახალი სერია ხელსახოცებზე დავიწყე რაღაც ნამუშევრების კეთება. ახლა ხან გქონდათ მე მგონი ხო? კი. მოგონთ ეს იყო ხელსახოცებზე ყავით დახატულები. მოგზაურობთ? აქ ძალიან ბევრი საინტერესო
ძველებური ნივთები ხო, გაქვს. ეს ნივთები რა ვიცი, ხო, დიახ, მიყვარს. ეს რაღაცა სტიმულს და სიამოვნებს რა. ანუ გიყვარს ძველი ნივთები. ხო, ძველი ნივთები, ხო, რაღაცა მამშვიდებს, რაღაცას მახსენებს, ისტორიებს. ხო და რა ვიცი, ეს რაღაცა ესე ჰობივით მაქვს. აი ეს ძველი ნივთები, ზოგი ბებიას და წინები დატოვებულია, ზოგი ჩემი მოტანილია. აი კიდე თუ აგროვებთ რამეს? კი, ვაგროვებ. აი გაჩვენებთ ახლა, რას ვაგროვებ, უცნაური. აი ვაგროვებ ანგელოზებს. და მე გადაგაქვთ უკვე ტილოზე. ხო, არა, ტილოზე არის. ეს ანგელოზები არიან თქვენი ინსპირაცია. არა, კი, ინსპირაცია, ხო. ეს ანგელოზები არის ვაგროვებ და ძალიან ანგელოზებს და აქ მაქვს კიდე რაღაცა ძალიან მიხოთ შევიძინე აი ეს ჯამბაზები. აი ეს პატარა ჯამბაზები, ხო, ხო. აი ჩაიჭიქის ჩასადებებსაც აგროვებ? ხო, დიახ, დიახ. ძველებური, მეცნობა ესეთები, ბებია ჩემს აგროვებთ. ხო, განსხვავებულია, ხო. მეც ერთაობა ვარ, ბებია, რაღაც საბჭოთა კავშირი არა, კი, ბაბუა. ხო, აი ეს რაღაც ესეთებია რა, ძალიან. ბატონო ნიკო, გიყვართ სახში ყოფნა? იცით რა, კი, მიყვარს სახში ყოფნა. ნუ აი ამ ბოლო პერიოდში მიყვარს და ადრე ნუ საერთოდ სახში არ ვიყავი. სულ სადღაც ვიყავი, ხანსად ბენზინა, ხანსად რაღაცა ან მუშაობა, გამოფენები. მომიყევით ახლა აი ამ სახლის ისტორიას. რამდენი ხანია რაც ამ სახში ცხოვრობთ? ალბათ ძალიან ბევრი წლები. ხო, დიახ, ესე იგი ამ სახში ცხოვრობდა ბაბუა. და ბებია, ბაბუა რომელიც 1927 წელს სამსახლიდან წაიყვანეს და მე მოგვიდა ცნობრო დახვით ეს. ამ სახში მამა და ბიძა ჩემი კარლო, ცეცხლზე ხა რატო ახსენებ კარლოს, ძალიან მიყვარდა ბიძა ჩემი. ახლა მამუკა ცეცხლაძის მამა, ჩემი ბიძაშვილის. ამ სახში გავიზარდე, დიახ და კიდე კაი რომ ამ სახში გავიზარდე და ამ უბანში გავიზარდე და ძალიან დიდი ინსპირაცია ჩემთვის ეს უბანი. თქვენ ბავშვობაზეც მომიყევით რა? ხო, ჩემ ბავშვობაზე რა შეიძლება. როგორი ბავშვი იყავით? ვიცით ცელქი იყავით? ხო, ცელქი ბავშვი ვიყავი. თვითონ სკოლა არ მახსენდება კარგად, იმიტომ რომ მასწავლებელი რაღაც ქართული კორუმპირებული ქთამებს იღებდნენ და აი ვერ ვეგუებოდი ამ სისტემას. რა საკიდან დაიწყეთ ხატვა? ხატვა დავიწყე, ესე იქნებოდი 10-11 წლის რა. მერვე კლასში რაღაცა, ნუ არ ვიყავ მოკლედ დაიმოსა და გამრიცხეს სკოლიდან. და მშობლებმა რაღაც დაცვე მოვიდა რაღაცა ღვინის ტექნოლოგია და დედა შემოთქვა, არა, ეს ბავშვობაში ხატავ და მოდიო თოიძეში ყველაზე მარტივი და ჩავაბარო თოიძის პროფტექნიკურ სასწავლებელში და იქ ხატავდი, იქ დავიწყე ხატვა უფრო მიდგომა. მე იქ თოიძედანაც გამრიცხეს, ეს ისე ბევრჯერ მოყოლილი. და რიქაც რაღაცები არ მომწონდა და რაღაცებს ვერ ვეგუებოდი და 3 წელი ლაბარებდი აკადემიაში და როგორც იქნა მოვხდი ამ აკადემიაში, იმიტომ რომ დროს იყო ჩაწყობები, იმის შვილი, ამის შვილი და სულ ესე იყო ისინი ეწყობოდნენ პირველ წელს და ეხლა იქიდან აღარ მახსოვს რომლებია მხატვრები, ვერ მიხსენებს ხო. მე როგორც ვიცი, თქვენ ძალიან მეგობრობდით და ცხოვრობდით სერგო ფარაჯანოვთან. ხა, სერგოსთან მეგობრობდით ნამდვილად და დიდი ადამიანი იყო და ძალიან ჩვენი პირველი გამოფენა, რომელიც 1985-ში ჰქონდა ბერლინში, ეს არის სერგო ფარაჯანოვის დამსახურება. მასთან იყო ჩამოსული გერმანელი სტუმარი და უთხრა, რომ აი ეს ძალიან ნიჭიერი და ძალიან მაგარი ახალგაზრდები და ძალიან მაგარი მხატვრებია და ასე რომ პირველ 85-ში მიგვიწვიეს გერმანიაში, ბერლინში და რატოღაცაში გაგვიშვეს, ძალიან გაგვიკვირდა. მეგობრობდით ასევე ბუცა ჯორბენაძესთან. ბედნიერი ვარ, ესე იგი სერგო ფარაჯანოვი, ბუცა ჯორბენაძე, ეს ის ადამიანები, ვინც მართლა კლიმატს ქმნიან საქართველოში რა. ხო, ეს ის ადამიანები. ბედნიერი ვარ და აი ჩემი წრე მეგობრების, იგივე მეცართული კარლო კაჭარავა, მამუკა ჯაფარიძე, მამუკა ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ალბათ ერთად მე კიდე უფრო ადრე რომ დავიწყეთ რაღაცებს კეთება გია ლორია, გოგა მაღლაკელიძე, ეს მამუკასთან იკრიბებოდნენ, ეს არქივარიუსების ჯგუფი იყო ესეთი და მე ეს მეცართული და აი ეს რაღაცა ერთი წრე ვიყავით, ასე ნიკოლომაშვილი, ძალიან მაგარი არტისტია. ხო, რა ვიცი, ეს მეგობრობდი და ამან რაღაც ერთობლიობამ ძალიან ბევრი რამე მოიტანა. იცი რა, ძალიან მალე გამბით რაღაცა ნაბიჯებს რა. ბერლინში რო ჩავედით, აქ რასაც ჩვენ ვაკეთებდით და ხატავდით, ანალოგიური რაღაცები იხატებოდა იქ. ამ დროს ისეთ ინფორმაცია არ ქონდა, ინფორმაცია კარლო შემოქონდა ხოლმე და რაღაც ისტორიებს ყვებოდა და კარლო პროფესიით ხელოვნებაცოდნე იყო, როგორც ძალიან მაგარი ხელოვნებაცოდნე. ძალიან მაგარი მხატვარი და ისე ძალიან მაგარი პოეტი კიდე. ხო. ამ სახში ვისთან ერთად ცხოვრობთ?
ამ სახში ვცხოვრობ, ესე იგი ჩემი შვილი, ჩემი გოგონა 5 წელია გადავიდა ნიუ-იორკში ცხოვრობენ, შვილები და სიძე და მე ჩემი მეუღლე და ჩემი ვაჟი ალექსანდრე. არასოდეს არ გიფიქრიათ სხვა სახში გადასვლაზე? არც მიფიქრია, არც მაქვს სული, მომწონს ეს გარემო, ესეთია ჩემთვის. დაყვარილია და სანამ მივდივარ ევროპაში და ჩამოვდივარ, რაღაც საერთოდ მაინც ისევა რა. შემევლადრება დარჩენა არ დავრჩი. გული აქეთ მომიწევს და მინდა რომ ჩემ ქვეყანაში იყოს, რა ვიცი რა, ყველაფერი კარგი რა, განათლება, ცოდნა, ეკონომიკა, აბსოლუტურად ყველაფერი და მინდა და ყოველ დღე დგევარ უკვე 215 დღე არის და ჯიუტად ვიდგები რა, იმიტომ რომ ყველაფერს აქ დასაწყისი და დასასრული უნდა დასრულდეს რაღაცა ის, რაც უკვე ჩვენმა გაიარა და კიდე ახლა გვიწევს ახლიდან ამის გადაგორება, მაგრამ მეტი აღარ შეიძლება და ყველაფერს აი რახან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ახსენეთ, უნდა გკითხოთ, როგორია იყო ჩვენ ქვეყანაში მხატვარი და ხელოვანი, რამდენად დაფასებული? იცით რა, კი, იყო მხატვრები დაფასებული რაღაცა, რომელიც რაღაც ალბათ ნომენკლატურასთან იყო, რაღაცა უფრო ახლოს ისე და იყო მხატვრები, რომლებიც რაღაცა არ იყო ახლოს ამ მთავრობასთან, თალკე იყო და დაფასებული, მაგრამ იყო ძალიან მაგრები, მაგალითად შემიძლია გავიხსენო იგივე ოთარ ჩარტიშვილი, ძველი ავთოვარაზე, ხო. აქ არ ვლაპარაკობ ფარჯიანი, ბულღაძე და ისინი მაინც უფრო ისეთ ცნობადები და რა მოგახსენე დაფასების ვით ჭირდებოდათ ის მათთვის დაფასებული იყო რა. ხო და ის რაღაცა პროტესტ გამოთქვამდა, რაღაცა სხვა პოზიცია გააჩნდა, იგივე ხა დავით კაკაბაძის მაგალითი, ხო? დავით კაკაბაძე აბსოლუტურად სხვა რანგის მხატვარი იყო და რა ვიცი საქართველოს ესეთი ეს რაღაცა გამონაკლისია რა, წაი მარშალ ჯუშანი და იმ დონის ხელოვანი იყო თუ მეტი არა, ხო და ყოველთვის მისი პოზიცია სწორი იყო, მისი გამოხატვა სწორი იყო და სამშობლოს და ამ პოზიციას სხვანაირად უყურებდა მისი ნამუშევარი ხშირად მithქვია აი იმერეთის მთებია დახატული და წირო პატარა ბოლშევიკებით განვით პლაკატებით ხო და იყო მხატვრები რომელიც ბოლშევიკების წინა ხაზზე ხატავდნენ ბავშვებთან ერთად და ეს იყო მთავარი და მისთვის სამშობლო იყო და ეს რაღაცა ზოგადად მინიშნებით იყო დახატული იმიტომ რომ როდესაც ხელოვანის ესე იგი ფუნჯი და აზრი არის შერწყმული ის არის არტისტი ჩემთვის ბატონო ნიკო სახში კომფორტს რა გიქმნით მიყვარს ტელევიზორის ყურება ჩართული გაქვთ? ხო, ჩართული, რო ხატავხები ჩართული, ყავა. და ეს გარემო. სახში როგორი ხართ? ერთფეროვანი არასოდეს არ ვარ. ერთნაირი არ ვარ ყოველ შემთხვევაში, რა. რთულია თქვენთან ცხოვრება? არც ისე ადვილი ალბათ რა, თან ჩემი მეუღლე ძალიან მაგარია. რო გიძლებთ? ხო, მიტანს და მიძლევს, მართალი რო გითხრა და გულახდილა ჩემი თქვა და დიდი როლი მიუძღვის, რომ მე თქვა რაღაცას მივახციე და ვაკეთებ ეს კეთის დამსახურება არის ნამდვილად. ბატონო ნიკო, ძალიან საინტერესო უბანში ცხოვრობ და მინდა რომ ხოვით ჩავიდეთ. კი ბატონო, ჩავიდეთ. მოგვიყვეთ თქვენს მეზობლებზე, თქვენს უბანზე. კი ბატონო. როგორი ლამაზი ქუჩა. ხო, კი, ნამდვილად ლამაზი ქუჩაა. როგორც მითხარით, გაიზარდეთ აი ამ უბანში და მომიყევით ამ უბანზე. ძალიან მრავალფეროვანი ინტერნაციონალური უბანი. აზერბაიჯანელები, ეზიდები, სხვადასხვა ერთად თამაშობდნენ. აი ეს ყველაფერი ჩემთვის იყო დიდი ენერგია, იცით? აი რაღაცა მათი კულტურა, ფესახი რო შემოდიოდა ფესახო ევროელების მეც რაღაცა ფესახობდი ასე ვთქვა და ჩემს სახში მუდამ იყო მასა და ხარაზოთი. ხო და რა ვიცი, ძალიან ესეთი მეგობრები ახლა ისრაელში არიან და ძალიან მიყვარს და ახლა როგორი დაძაბული მდგომარეობა იყო იქ და აი ესე რა ვთქვა, არ ვიცი. გულშემატკივრობთ. ხო, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობდი, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს ტერორიზმი და სოფლიოში უნდა სინათლე დაისადგუროს. ბატონო ნიკო, როგორი იყო ეს უბანი ადრე და როგორია ეხლა? როგორც უბანი და მაცხოვრებლები ძალიან მრავალფეროვანი და ესეთი იყო რა. რაღაცა აი ცოცხალი და რაღაცა ესეთი ენერგიული იყო რა. სხვადასხვა ხმები რო ისმოდა ებრაული ენა, აქედან სომხური, რაღაც აი რაღაც ისეთი იყო რა. მე ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან მავსებდა ხო და დღეს რაღაცები როგორც ყველა რაღაცები იცვლება, მაგრამ ალბათ დღესაც არის თავისი ეს ქუჩა ტურისტებისთვის არის. ხო, ტურისტები უამრავი და დღესაც არის რაღაც დადებითი, რა თქმა უნდა, რაღაცები შეიცვალა. მაგრამ მაინც ჩემთვის ის რაღაც ესეთია რა,
რაღაც აი კინოსავით არის რა დამჭა რაღაც ესეთი აი ფილმს ვნახა მაგალითად და რაღაც აი ესე დამჭა ეს რაღაცა ჩემი ბავშვობა. ამ უბანში ცხოვრება ალბათ მხატვრისთვის კიდევ უფრო ნიშნულოვანია და განსხვავებულია და მრავალფეროვანი. კი ბატონო, კი, რა თქმა უნდა, ნამდვილად ასე მნიშვნელოვანი, განსხვავებული, დიდი ინსპირაციაა, მართლა, აი, გვაქვს რომ გამოვდივარ, რაც ეს ყველაფერი ჩემია. სხვანაირია, განსხვავებულია, ნამდვილია, ბიოგრაფია, რაღაცა ესე ისტორია მოყვება ამ ყველაფერს, ხო და ეს რაღაც ეს ახალი корпуსები რაღაცა დიდად ვერ მხიბლავს რა, რომ მომწე რაღაც აი ათო არ მინდა ეს მიჩენია, იმიტომ რომ ამას ვარ შეცვლილი. ბატონო, ჩემი რუბრიკის ტრადიციული კითხვა რა არის თქვენთვის ახლა, მაგრამ ამჯერად უნდა კითხოთ სხვანაირად. აი ესე უნდა დავსვა ეს კითხვა. რა არის თქვენთვის აი ეს უბანი და აი ეს სახლი? სადაც თქვენ გაიზარდეთ. რა დატვირთვა აქვს? გარემო და აურა მეთქი, ხო გაგეცნობს? ეს არის მთავარი შემთხვევაში. აი ეს გარემო შეფლი ან აი წინაპრები რო ცხოვრობენ, რაღაც აი ეს დარჩენილია ის რაღაცები და ამ გარემოში ვიждები რაღაც არ ვიცი, აი რა თქმა უნდა, აი გარემო და ეს არის ჩემთვის აი მთავარი ალბათ. ბატონო ნიკო, ძალიან დიდი მადლობა რომ გამიღეთ თქვენი სახლის კარი და იყავით ჩემი რუბრიკის მასპინძელი. კაი გამოვა, თქო. ძალიან კაი გამოვა. ეხლა საუბრობდით ზუსტად როგორი საინტერესო რესპონდენტია პირველ რიგში ნიკო ცეცხლაძე თავის ნამუშევრებით და ასევე როგორი ხიბლი აქვს მართლა ძველ უბანს და იმ ძველებურ სახლებს და მე და ბაჩო ვიხსენებდით სხვადასხვა ეპოქის ბავშვობა იყო ჩვენი, მაგრამ მაინც რეკლამის დროა ახლა ჩვენს ეთერში. რეკლამის მერე ძალიან მალე დაგიბრუნდებით და რა თქმა უნდა მარიამ როინიშვილის რუბრიკით, ასე რომ დაგველოდეთ. მუსიკალური რუბრიკა. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და დაპირებისამებრ მარიამ როინიშვილთან ერთად მისი რუბრიკით, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო ამბებს მოგვიტანდა. დილამშვიდობისა მოგესალმებით, ვეცადე ნამდვილად რომ საინტერესო. კარი რომ საინტერესო ესე თემა გაქვს. კი, ძალიან საინტერესო ადამიანზე მინდა რომ ვისაუბრო დღეს, ძალიან მნიშვნელოვან ადამიანზე ქართული კულტურისთვის და საერთოდ მუსიკალური ხელოვნებისთვის, რომლის სახელით და გვარიც პრინციპში ძალიან იშვიათად ჟღერს დღეს ჩვენში, მაგრამ იმეც ვიტოვებ რომ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი მათგანი, ვინც მის სახელს არაერთხელ გააჟღერებს და გააცნობს ჩვენს ტელემაყურებელს, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მის მოღვაწეობას საქართველოს კულტურის ისტორიაში. თუმცა სანამ დავაჟღერებ სახელს და გვარს ვიზეც უნდა ვისაუბროთ, მინდა რომ ილია თოფურიას გამარჯვებას მეც გამოვხმაურე, როგორც იგი ქართველი და რა თქმა უნდა მივულოცო მას, მივულოცო საკუთარ თავს და ყველა ჩვენს სრულიად საქართველოს და იმეც ვიტოვებ, რომ აი ეს ქამრის შენარჩუნება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოხდება მის ცხოვრებაში და არაერთხელ ვიამაყებთ მისი დიდი წარმატებით ეს ესპანელები ზუსტად ასევე აღნიშნავენ, რა თქმა უნდა, მათი ბიჭიც არის, ჩვენი ბიჭიც მათი ბიჭიც არის, რა თქმა უნდა. დიდი ამბავი ხდება თავს ევროპაში. ასე რომ ვულოცრავ სრულიად საქართველოს და რა თქმა უნდა ესპანეთსაც. კიდევ ერთხელ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, იცით, რაღაცნაირად ესე პირდაპირ წარდგენა უნდა გავაკეთო, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოში პირველი ქალი, უმაღლესი პროფესიული განათლებით მუსიკის სფეროში კომპოზიტორი, პიანისტი, კონცერტმეისტერი, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის განმავრცელებელი საზოგადოების წევრი ბარბარე მიხეილის ასული ამირეჯიბი. დიახ, ჩვენ ვისაუბრებთ დღეს ბარბარე ამირეჯებზე. თუ ვინ იყო ის, დაახლოებით მე უკვე ჩამონათვალში კი გაგაცანით, თუმცა ზედმიწევნით მინდა რომ მიუყვე, ასე ვთქვათ, მის შემოქმედებით ცხოვრებას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა მართლაც. ის 1873 წლის 11 აგვისტოს თბილისში დაიბადა. საკმაოდ ლამარია? როგორ? ჰოროსკოპით ლომია, რა თქმა უნდა, ეს ესეთი მნიშვნელოვანი აღსანიშნი ფაქტია ხატიასთვის და რა თქმა უნდა მეც დავეთანხმები. საკმაოდ დატვირთული და მრავალმხრივი იყო და ენერგიით და ენთუზიაზმით ახსავსე მუსიკოსი ქალის ცხოვრება ძალიან საინტერესო იყო ნამდვილად და მე პირდაპირ მინდა რომ ერთ-ერთი რეცენზიით დავიწყო. გაზეთი ცნობის ფურცელი ასე ამცნობს მაშინდელ თბილისის მოსახლეობას, რომ ცნობილ თბილისელ არტისტებთან ერთად
ბარბარეს მონაწილეობა მიუღია საქველმოქმედო კონცერტში, რომელიც ჩატარებულა 1897 წლის 9 იანვარს. უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, რომ ის ძალიან ხშირად იღებდა საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობას და ეს რაღაც ერთ-ერთი გამოკვეთილი წერტილია მისი შემოქმედებითი ცხოვრებიდან. თბილისის კლუბში ქალაქის მეორე იაფასიანი ბიბლიოთეკის სასარგებლოდ მოკლედ გამართულა ეს კონცერტი. ვრცელი სტატია ეთმობა ბარბარეს გამოჩენას საკონცერტო ესტრადაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ თავადი სასულმა ლაზათიანად შეასრულა ლისტის ეტიუდი, ხოლო საზოგადოების თხოვნით კიდევ 2 პიესა დაუკრა. ახალგაზრდა არტისტ ქალს ეტყობოდა, რომ პირველმა გამოსვლამ ძალიან აღელვა, მაგრამ საუცხოოდ გავარჯიშებულმა ტექნიკამ და კნეინა ამირეჯიბის დიდმა მუსიკალურმა გემოვნებამ თავისი გაიტანა. ახალგაზრდა პიანისტმა ქალმა საზოგადოებაზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც პიესების ამორჩევამ, ისე მათმა შესრულებამ დაგვარწმუნა, რომ კნეინა ამირეჯიბისას სრული მუსიკალური სწავლა მიუღია ხელოვნებისათვის მარტო დროს გასატარებლად არ მოუკეთნია ხელიო ამბობენ, იმიტომ რომ ეტყობა მუსიკა და ეს გართობა მხოლოდ გართობათ აღიქმებოდა და ამ შემთხვევაში უკვე პროფესიული რაღაცნაირი ჭრილი მიეცა მის ცხოვრებაში და ეს აღნიშნეს ფაქტია რეცენზიაშიც. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ თბილისის მუსიკალურ წრეში კნეინა ამირეჯიბისა პირველ რიგში დაიჭერს ალაქს. აი ესეთი რეცენზია ქვეყნდება ბარბარე ამირეჯიბის შესახებ. უნდა ვთქვათ, რომ ბარბარე ამირეჯიბი ცხოვრობდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში ფეხს იდგამდა პროფესიული მუსიკა. ამ წლებში გამოჩენილი ქართველი მუსიკოსები, ასე ვთქვათ, იყვნენ ძალიან ისეთი აღზევების ხანა ჰქონდათ, ჩამოთვლი აუცილებლად ზაქარია ფალიაშვილი, მელიტონ ბალაჩივაძე, დიმიტრი არაყიშვილი, ნიკო სულხანიშვილი, ვიქტორ დოლიძე და სხვათა გვერდით იდგნენ ქართველი მუსიკოსი ქალები, რომელთაც უკვე პროფესიული განათლება ჰქონდათ. ეს ძალიან აღსანიშნი ფაქტია და მნიშვნელოვანია და ხშირად გავუსვამ ამას ხაზს, როდესაც ვიტყვი პროფესიულ განათლებას, იმიტომ რომ ძირითადად მაშინ ქალებს ნაკლებად ჰქონდათ, ნაკლებად მიუწვდებოდათ ხელი მიეღოთ პროფესიული განათლება და ბარბარე ამირეჯიბი ნამდვილად არის პირველი, ასე შეიძლება ითქვას, თუმცა მასთან ერთად ასე ვთქვათ, 2 ქალიც მოღვაწეობდა მისივე ეპოქისა და ასაკის, რომელზეც ჩვენ აუცილებლად ვიტყვით და გაგაცნობთ მათ სახელებს და გვარებს. ძალიან საინტერესო შემოქმედების ავტორები არიან ისინიც და ამიტომ ცალკე გავაკეთებ და მივუძღვნით, რა თქმა უნდა, ჩვენ რუბრიკას. და ახლა ბარბარეზე გავაგრძელებ საუბარს. ამბობენ, რომ საოცარი პედაგოგიური ნიჭით იყო, ასე ვთქვათ, დაჯილდოვებული და მის პიროვნებაზე და პედაგოგიურ მოღვაწეობაზე სწორედ მისი მოსწავლეების ჩანაწერებიდან და მოგონებებიდან ვიგებთ. მისი მოსწავლე და ოჯახის ახლობელი ისტორიულ რაღაც მეცნიერებათა დოქტორი ცეცილია კალანდაძე ასევე იგონებს მის მოგონებებში არის, რომ ამბობს, ვარუშა საოცრად გულისხმიერი, რბილი და კეთილი ადამიანი იყო. უსწავლელი გაკვეთილის გამოც კი არ შეეძლო გაჯავრებას და შემდეგ აქვს მოყოლილი, როგორ ასე ვთქვათ, შეაყვარა და 2 წამში როგორ მოარგო მის მუსიკალურ გემოვნებას ამა თუ იმ კომპოზიტორის ნაწარმოებები და არასდროს ახვევდა თავს თურმე მის სურვილებს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, თან უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ბარბარე ამირეჯიბი თავად იყო ფანტასტიკური პიანისტური, ასე ვთქვათ, უნარებით დაჯილდოვებული რა, ფანტასტიურად უკრავდა თურმე და თუმცა შემდეგ მაინც რაღაც საკომპოზიტორო განხრა აირჩია და ეს პროფესიული განათლება მის ცხოვრებაში რაღაცა დიდი წილი შემოვიდა და ძალიან არასდროს ახსენდებათ მოკლედ ერთ სიტყვით რაღაც გულმოსული და გაბრაზებულიც კი არასდროს ყოფილა თავად ბარბარე კონცერტის შემდეგ გაიმართება ცეკვა ხო ეს თქვენ აფშებს გითხულობთ ახლა ხო კი ასეა ძალიან საინტერესო და ფრაკის სამოქალაქოთვის აუცილებელი არ არის შეგიძლიათ სამხედრო ტანსაცმელს მოგზაურობთ კი ბატონო კი ძალიან საინტერესო აფშები ეს კიდე ცალკე თემა ალბათ როგორ იწერებოდა მაშინ და მოკლედ როგორც მუსიკოსი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ძალიან დიდი იყო და როგორც უკვე აღნიშნე, თავად ამბობდა ეს ქალბატონი ცეცილია, რომ არასდროს ახსენდებოდა გულმოსული, არასდროს იცოდა ერთი სიტყვით გაბრაზება, ძალიან რბილად იცოდა ამ ყველაფრის
ასე ვთქვათ, მოგვარება ეთყობა თავის მოწაფეებთან და მე ვფიქრობ, რომ ბარბარეს შემოქმედება თვითონ იმდენად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ვთქვათ, თავისი მოწაფეებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პირველად ეზიარებიან მუსიკას და ვინ არიან ესენი პატარა ჩვენი მეგობრები, ბავშვებზე მაქვს ამ შემთხვევაში ლაპარაკი, იმიტომ რომ ბარბარეს შემოქმედება ძალიან უხვად არის გაჯერებული საბავშვო რეპერტუარით. არ ვიცი ჩვენს ტელემაყურებელს რამდენად ესმის, თუმცა ახლა ფოტოებს ფონად უნდა ედოს მისი შექმნილი გავოტი, ხო? ძალიან ლამაზი, ძალიან როგორი სადა. ხო. რაც ყველაზე მთავარია მის ნაწარმოებებში არის სული და გული ევროპული მუსიკის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არ არის ნამდვილად, ხო, ვერ ვიტყვით ეს, რომ ქართულ მოტივებზე აგებული გავოტია, ხო? ფაქტია, რომ რომ არ ვიცოდეთ, რომ ქართველი ყავს ავტორი, ნამდვილად ვიტყვით, რომ კი, რომელიღაც ევროპელი კომპოზიტორის მიერ არის შექმნილი. ეს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ნამდვილად მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ეპოქას, როდესაც ის მოღვაწეობდა. მოკლედ, არასდროს გვახვევდა თავის ნაწარმოებების შესწავლას ის, რაც ჩვენ არ მოგწონდაო და გულს არ წვდება. მახსოვს ერთხელ შემეკითხა გინდა შუმანის აღტკინება ვისწავლოთო ქალბატონი ცეცილია იხსენებს და როდესაც თანხმობა მიიღო მიუჯდა როიალს და ისეთი გატაცებით და არტისტიზმით შეასრულა რომ მე ერთბაშად ავინთე ნაწარმოების შესწავლის სურვილით და მოკლედ აი ესე საოცრად შეაყვარა და შეასწავლა ეს ნაწარმოები რომელიც უკვე აღნიშნე და თავად ასრულებდა საოცრად დიდი დახვეწილობით, რაც უკვე წეგან აღნიშნე მის პიანისტურ, ასე ვთქვათ, ნიჭიერებასთან მიმართებაში. შემდეგ იყო უკვე მნიშვნელოვანი ეპოქა და პერიოდი მის ცხოვრებაში, ბარბარე ამირეჯიბის ცხოვრებაში, როდესაც ის დასაწყისშივე ვთქვი, დიდი წილი მისი ცხოვრების უკავშირდება ქველმოქმედებას, იმიტომ რომ ყველა კონცერტი და აფიშები, რომელიც მე გადავიკითხე, ძირითადად არის მიმართული იმისკენ, რომ ის იყო საქველმოქმედო კონცერტზე, ის გამოდიოდა საქველმოქმედო კონცერტზე, ამით ეხმარებოდა ისე როგორც წერა კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, სხვადასხვა ასევე ბავშვებს, იმიტომ რომ განათლებას სწორედაც რომ ყოველთვის ჭირდებოდა გვერდში დგომა, ხელშეწყობა, ფინანსური ხელშეწყობა და ბარბარე ამირეჯიბი იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ ძალიან დიდ კონცერტებს მართავდა. ძალიან დიდ კონცერტებს, რაღაც მასშტაბურ კონცერტებს. მაშინ მე ვფიქრობ, რომ ასე წამიკითხავს და ასე გამიგონია, რომ სალონური საღამოები ძალიან აი ეგ თქვი ზუსტად სალონური მის სახლში კრილოზე, სადაც ის ცხოვრობდა, იქ იმართებოდა ფანტასტიკური სალონური საღამოები და იქაც კი ქველმოქმედების სახე ჰქონდაო. მიუხედავად იმისა, რომ სალონური იყო და სიტყვიდან გამომდინარეც გვესმის, რომ ძალიან კამერული სიტუაცია იყო და იქაც კი მხოლოდ იმისთვის იღვწოდა, რომ ქველმოქმედება, ხო, ქველმოქმედება, ასე ვთქვათ, ჩაედინა ბჭყალებში. შეგვიძლია რომ ალბათ ასეც გამოვიყენოთ ეს სიტყვა და ასევე კიდევ მინდა რომ მოვიშველიო მისი მოსწავლეების მოგონებები, რომ საოცრად ღელავდა ჩვენს გამოცდებზე, სახე სულ წითელი ლაქებით ჰქონდაო სავსე, როდესაც ალბათ ისინი გამოდიოდნენ და შედიოდნენ უბრალოდ გამოცდებზე. მახსოვს საგამოცდო კომისიის წევრთა შორის იჯდა შავ ბლუზაში, თეთრი საყელოთი, რომელსაც შუაში ძვირფასი სამკაული ამშვენებდა. ის თითქოს თვითონ გავდა კამეას. თვის ვარცხნილობაც ასეთივე სადა და ლამაზი ჰქონდა. ბარბარე ამირეჯიბი მოწაფეებს ძალიან გვიყვარდა, ხშირად გვრცხვენოდა, როდესაც გაკვეთილზე მოუმზადებელი მასალა მექონა. მახსოვს იტყოდა ხოლმე, როგორ არ გცხვენია შენ რა სახლში უქმადიჭე კი? ასე გვსაყვედურობდა ხოლმე და ეს გაჯავრებაზე მეტად მოქმედებდა. კეთილი, უაღრესად თავმდაბალი, დიდთან დიდი და პატარასთან პატარა ურთიერთობაში სათნო. ასეთი იყო ბარბარე ამირეჯიბი. ეს ერთ-ერთი მისი მოსწავლის მოგონებიდან არის, რა თქმა უნდა და როგორც უკვე აღნიშნე, მის შემოქმედების ძალიან დიდ ნაწილს შეადგენს ბავშვებისთვის დაწერილი მუსიკა და მოსკოვის გლინკას სახელობის მუსიკალური კულტურის სახელმწიფო ცენტრალურ მუზეუმში ივანოვის ფონდში აღმოაჩინეს მისი უცნობი ნაწარმოებების ხელნაწერები.
ცით ხო იქ ინახება და ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა რომ ეს ხელნაწერები დღეს საქართველოში იყოს იმიტომ რომ ნამდვილად ჩვენი ძალიან დიდი განძია ეს ქალბატონი და რატომ იქ როცა შეგვიძლია რომ აქ გადმოვიტანოთ და აქ ჩვენი რაღაცნაირი თვალსაჩინოს ქვეშ იყოს მისი ხელნაწერები, იმიტომ ძალიან დიდი საგანძურია ნამდვილად. კიდე ერთხელ ვამბობ, ეს არის ჩვენ ვსაუბრობთ ახლა პირველ ქართულ კომპოზიტორზე, რომელსაც პროფესიული განათლება ჰქონდა. იქ ინახება მოკლედ სალამური და ქართული მელოდია და ასე შემდეგ მისი ნაწარმოებები და მე იმედს ვიტოვებ, რომ ბარბარე ამირეჯიბის სახელი და შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი და აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ის საქართველოშია დაკრძალული დიდუბის პანთეონში. კი და იცი მეც კი რომელიც მუსიკოსების ოჯახში ვიზრდებოდი, საკმაოდ გვიან გავიგე ბარბარეს არსებობის შესახებ და დედას ჰქონდა ყოველთვის რაღაც ეს რიტუალი ქონდა, რომ მე და კოკოს ხელს მოვკიდებდა და მივყავდით პანთეონში. და დაგვატარებდა ხოლმე და გვეუბნებოდა ამა თუ იმ ადამიანის 8 წელს სახელს და გვარს გვაცნობდა და ასე შემდეგ. ქალბატონი ბარბარიც იქ არის დაკრძალული და თვითონაც აქვს თამრიკოს ნათქვამი, რომ ალბათ რამდენჯერ ჩამივლიაო მე თვითონ და არ ვიცოდი ვინ იყო. არ ვიცი რატომ მოხდა, რატომ შეიძლებოდა, უბრალოდ ძალიან კარგად ვიცი დღესდღეობით უკვე რატომ აქრობდნენ ასეთი ადამიანების ძალიან დიდ 8 წელს და საერთოდ ადამიანების როგორც სახელს და გვარებს გვიქრობდნენ, რომ ყავდა საერთოდ ასეთი დიდი შემოქმედების პატრონი და სხვა შემდეგ რუბრიკაში ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ქალბატონზე, რომლის ცხოვრებაც და შემოქმედებაც დიდწილად თეატრთან არის დაკავშირებული. ბაჩო, შენთვის გონია რომ ძალიან საინტერესო იქნება ამ ქალბატონის სახელის და გვარის აჟღერება, იმიტომ რომ კოტე მარჯანიშვილთან, პეტრე ოცხელთან ერთად აკეთებდა იმ უკვდავ სპექტაკლებს, კი ბატონო, და აფორმებდა მუსიკალურად და წერდა ამ სპექტაკლებისთვის მუსიკას და სწორედაც რომ მგონია რომ პეტრე ოცხელიც მე გვიან გავიგე პეტრე ოცხელის შესახებ და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენმა საზოგადოებამაც რაღაც ალბათ გარკვეულმა ნაწილმა საკმაოდ გვიან გაიგო. მე მაგალითად კონსერვატორიაში არ მისწავლია ბარბარე ამირეჯიბზე, არ მისწავლია ძალიან საინტერესო ქალბატონზე, რომელიც აი ახლა არ მინდოდა რომ სახელაგვარი მეთქვა, მაგრამ მაინც ვიტყვი თამარ ვახვახიშვილზე, რომელიც კომპოზიტორი არის, ჰოპლა ჩვენ ცოცხლობ და ასე შემდეგ და ასე ცხრის წყარო და ასე შემდეგ ძალიან დიდი სპექტაკლების, ისეთ სპექტაკლების როგორც შემოგვჭა, ვიცით ჩვენ რომ მithგვებოდა და იყო ძალიან დიდი წარმატების ფორი. ასეთ ადამიანებს ჩვენ ვიგებდით ახლა გავიგეთ, აი ცოტა ხნის წინ გავიგეთ. კიდევ აფიშებს და ძალიან ბევრი საინტერესო რამეც ამოვიკითხე. ერთ-ერთ მონაწილეზე არის ამ სალონური საღამოთი. შეიძლება თქვენთვის ჯერჯერობით არ არის ესეთი ცნობილიო ქართველი მესხი, მაგრამ იგი მოღვაწეობდა მილანის დიდ სცენაზეო, ანუ ჯერ კიდევ როდიდან. კი ბატონო, და ესეთი ადამიანები, ასეთ ადამიანებს გვიქრობდნენ თვალსა და ხელს შუა და გვეუბნებოდნენ, რომ საერთოდ არ არსებობდნენ ის კი არა რომ რაღაცას და ძალიან დიდს აკეთებდნენ. არა, უბრალოდ არ არსებობდნენ და მე მგონი თითოეული ჩვენთაგანი სვალია, რომ თუ კი ხელი მიგვიწვდება, თუ კი შეგვიძლია რომ ასეთი ადამიანები გავაცოცხლოთ მათი შემოქმედება, გავაცნოთ ჩვენს ტელემაყურებელს და ვუთხრათ რომ დიახ, ჩვენი ისტორია ძალიან სუყე, ძალიან ძვირფასია და ძალიან დიდი ხნის წინ არის დაწყებული და დიახ, ევროპულია და დიახ, ფანტასტიურად არის ქართულ კულტურასთან შეზავებული ის ევროპული კულტურა და ფანტასტიურად ჰქონდათ ტანდემი ძალიან ბევრი წლის განმავლობაში და შეიძლებოდა რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო ძალიან დიდ განვითარებაში მოსული. თუმცა რაღაც ეტაპზე ეს წყვეტა დიდი მიზეზების გამო აღარ ვიტყვი, უკვე ძალიან კარგად ვიცით რატომაც წყვეტა, თუმცა ქართველის ბუნება ისეთია, რომ გამორიცხულია, რომ ამ ყველაფერმა შეაჩეროს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც უნდა გაგრძელდეს, ისე როგორც დაიწყო თუნდაც ბარბარე ამირეჯიბმა, თუნდაც პეტრე ოცხელმა და ასე შემდეგ, აი ეს დიდი ზიარება ევროპულ კულტურასთან, ქართული კულტურის. რა თქმა უნდა, ესე გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ნაწარმოებებისა თუ ნიმუშების, ასე ვთქვათ, მომსწრენი გავხდებით და ვისი ამოვნებთ და ვიტყვით რომ ამაყები ვართ რომ ჩვენ ეს კიდევ ერთხელ შევწერით.
კი, აი შენახსენე და რამდენი რამე შემოგვინახა ევროპამ. კი, და აი შენახსენე ახლა რომ თუ კი შევძლებთ რომ უნდა გავიხსენოთ ეს ადამიანები, მათი ისტორია, მათი შემოქმედება და მე ვფიქრობ თუ კი არა აუცილებლად უნდა შევძლოთ და აი შენ ძალიან კარგი მაგალითი ხარ იმის რომ მეც ძალიან ბევრ რამეს შენგან ვიგებ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება უნდა ვიცოდე. ხო, მეც შეიძლება უნდა ვიცოდე, მაგრამ მეც არ ვიცი ბევრი რამ. და აი ის და ჩვენი მაყურებელის რომელიც იგებს შენგან ჩვენი გადაცემიდან ამ ადამიანების შესახებ იმ შემოქმედების შესახებ რომელიც მათ შექმნეს აი ახლა ჩვენ ვლაპარაკობდით ქალბატონზე რომელიც პირველი პროფესიული ასე ვთქვათ განათლებით არის კომპოზიტორი რომელიც პანთეონშია დასაფლავებული რომელიც შესახებად მე არც კი ვიცოდი ხო და ეს ძალიან გასაგებია ერთის მხრივ რატომ ეხლა შენ ამბობდი რომ აკრობდნენ სახელებს და გვარებს და აკრობდნენ პირდაპირ ადამიანებს პირდაპირ სიცოცხლის გაქრობით აკრობდნენ და რა თქმა უნდა იმიტომაც აკრობდნენ რომ მათი ასე ვთქვათ კვალი აღარ დარჩენილიყო და ყველა იმ რაღაცა მის მიერ შექმნილ შემოქმედებით ნაყოფსაც რა თქმა უნდა აკრობდნენ რომელიც შენ მანამდე გადაცემებში თქვი და აი ისიც ახლა ის ხელნაწერი ასე ვთქვათ მისი შემოქმედება რომელიც არ არის ჩვენს ქვეყანაში რომელიც ჩვენია დავიბრუნოთ და ის ჟღერადობა ის ჰანგები რომელსაც ახლა ჩვენ ვისმენდით იცი რა არის ერთი რომ ძალიან რა თქმა უნდა გეთანხმები რომ არის ძალიან ევროპულად ჟღერს ეს ყველაფერი მაგრამ მე ვფიქრობ რომ არა მხოლოდ აი ეს უფრო სწორი იქნება გაცვლა იმ რაღაცა კულტურისა რომელიც ჩვენ რაღაცნაირად აი ამ გეოგრაფიისა თუ რაღაც ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე რომელიც რაღაც გასაყარი არის იყო არის და იქნება ევროპისა და აზიის აი ამ კულტურის ძალიან სწორად დანახვა არის ჩვენი მხრიდან საჭირო იმ მისიის რომელიც ამ ქვეყანას აქვს იმ მრავალფეროვნების რომელიც ჩვენ გვაქვს ნამდვილად ყოველკუთხე კუნჭულში ეს რა ვიცი დაწყებული რა ვიცი ნებისმიერი ხელოვნების ნებისმიერი მიმართულებით შეგვიძლია ამაზე საუბარი და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ აი ამ ასე ვთქვათ გაცვლა-გამოცვლას კულტურისა, რომელიც ჩვენს თვალწინ ხდება და ამავდროულად გამტარებით ვიყავით და ვართ ამ ყველაფრის ჩვენი ასე ვთქვათ იდენტობაც, რომელიც აი ამ ყველაფერში იქმნებოდა და იქმნება და ის უნიკალურობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არ არის არც მხოლოდ გეოგრაფიული, არც მხოლოდ მენტალური, არც მხოლოდ რაღაცა გენეტიკური, ეს რაღაცა უსაინტერესოესი ქვეყანა უსაინტერესოესი ადამიანებით და იმ შემოქმედებით და არა მხოლოდ შემოქმედებით ჩვენ გადაშენება არ გვიწერია, ჩვენ გვიწერია განვითარება, რომელსაც აუცილებლად გავაგრძელებთ და ამ გაგრძელების ასე ვთქვათ, ძალიან კარგი მაგალითი არის თუნდაც ის, რომ დღეს ამ ქვეყანაში ამდენი საუკუნის შემდეგაც კი ვერ მიაღწია იმ ჩვენმა ჩრდილო მეზობელმა იმას, რასაც რა ვიცი, ამდენი საუკუნეების განმავლობაში ცდილობს და ეს ერთი პატარა ქვეყანა დგას ხვალაც დადგება, ზეგაც დადგება და მიიღებს იმ თავისუფლებას რომელსაც შეიძლება შიგადაშიგ და ხანდახან კარგავდით ხოლმე, მაგრამ ყოველთვის რჩებოდა ის რაღაცა მარცვალი, ის თესლი, რომელიც მე აღმოცენდებოდა და გაიფურჩქნებოდა და ღვივდებოდა და იძლეოდა ნაყოფს, თან ძალიან გემრიელ ნაყოფს, კი. და ეს აუცილებლად ხდება. და ეხლაც მომსწრევართ აი ამ რაღაცა გაღვივების და აფეთქების აი ამ კვირტების და ჩემი აზრით ეს ყველაფერიც ძალიან გემრიელ ნაყოფს გამოიღებს ხვალდაზე. ჩვენც კი მასე ნამდვილად გეთანხმებით ბაჭო რომ ეს ულამაზესი აფეთქებული კვირტები შეიძლება ცოტა მტკივნეულად აფეთქებული კვირტებით, თუმცა შემდეგ უკვე
კეწეროში რომ გატკბილდების, აი ისეთი პოინტები ძალიან მალე მოვა ეგ სიტყვება ჩვენი ქვეყნისთვის. მე დარწმუნებული ვარ, აი დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერში და ერთი სიტყვით ესეთი ადამიანები, როგორიც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ბარბარე ამირეჯიბს გულისხმობ, ასეთი ადამიანებით იყო გაჯერებული საქართველო და იქნება ყოველთვის დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეს ის ერია, რომელიც ბადებს ძალიან დიდ ნიჭიერებებს. ყოველთვის ცუდას რა თუმცა მტერობა კარგია, მუდამ მტრიანი. ხო, ასეა ნამდვილად და გვებრძოდნენ სწორედ იმისთვის, რომ ასეთი დიდი ნიჭიერება იბადებოდა ყოველთვის ამ ქვეყანაში. თუმცა ვერ არა დაგვაკლეს და ვერც დაგვაკლებენ, ამაში ეჭვიც არ მეპარება. და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი რუბრიკა, რომელიც შენ თამრიკო გვაცნობთ მაყურებლებს, ადამიანებს, იმიტომ რომ კიდევ თითო კვირაში, თითო დღე ვწმუნდებით, რომ ჩვენ ძალიან ძლიერი, ძალიან კულტურული, უდიდესი კულტურის ერი ვართ და ჩვენ ვართ ღირსი ნამდვილად ვიყოთ დიდი ევროპის და ნაწილი, რომლებიც ვართ, ვიქნებით და ვიყავით კიდევაც და აქვე რაღაცნაირად მათაც მივცეთ ის, რაც ჩვენ გვაქვს და რაც არ აქვს მათ და იქიდანაც ავიღოთ ის, რაც ჩვენ გვჭირდება, ეს იქნება დაცულობის, მინიმუმ დაცულობის გარანტი და ღირსეული ცხოვრების, რომელიც ადამიანის უფლებების, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია. ერთ სიტყვით მე უბრალოდ პირობას ვდებ, რომ შემდეგ ჩემს რუბრიკაში, ანუ შემდეგ კვირას კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ქალბატონს გავიწყებთ. კი ბატონო, თამარ ვახხვახიშვილი, რომელიც იყო ასევე პროფესიული მუსიკის ძალიან დიდი თვალსაჩინო წარმომადგენელი. მართლა ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ამბებისთვის. თან იქ კიდევ ერთი სენტიმენტალური ამბავი ამოვიკითხე, ბილეთის ფასი 2 მანეთი და 10 კაპიკი. წარმოიდგინე, რაღაცნაირად დავბრუნდი იმ მე-19 საუკუნის შუა წლებში. და რა თემაზეც ვისაუბრეთ ახლა, კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო სიყვარულად ჩვენს მეგობრებს, იმ ადამიანებს, ვინც ახლა ციხეში გვიყურებენ და მინდა გამოვხატო და მიუსამძიმრო ჩვენს კოლეგას, ჩვენს მეგობარს, ჩვენი არხის არაჩვეულებრივ წერს-ონისეს, რომელიც ახლა ძალიან დიდ სევდაშია მამის გარდაცვალება და გვინდა რომ ჩვენი გუნდის სახელითაც ონისე მოგისალმძიმროთ. ეს ძალიან სამწუხარო ამბავი მამის, რომლის გულმაც ვერ გაუძლო ამ ყველაფერს. მეც უერთდები ამ მისამძიმრებას და ყველაფერი კარგად იქნება, დარწმუნებული ვარ და უსამძიმრებ ოჯახს აი ამ ტრაგედიას. ყველაფერი კარგად იქნება, ბედნიერ დღეს გისურვებთ. მე მგონი რომ ჩვენი საეთერო დროც ამოიწურა. რაღაცა დიდი მონოლოგები გვქონდა, ხო? ნამდვილად ამოიწურა, თუმცა მე თქვენ ემშვიდობებით, მაგრამ მე ვერ დავემშვიდობები ჯერ კი ბატონო, დიდი ბოდიში მეც არ ვემშვიდობები, იმიტომ რომ სტუმრად ვარ დღეს შუადღეში, ასე რომ შევხვდებით რამოდენიმე ხანში. ასე რომ შუადღე ლაივში ისე ვიხილავს TV პირველის მაყურებელი მარიამს და ხატიას. მაშინ მე დაგემშვიდობებით მომავალ შაბათამდე, მომავალ შაბათს დილის 9 საათზე ისევ დილის ლაივი. წყლით ხელში გვიყურე აუცილებლად, რა იცი რაზე ვსაუბრობთ. ნახვამდის.